გამარჯობა. დღეს ერთ საკითხს ესასაუბროთ შევიკრიბეთ, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ აქციების დროს ძალიან საინტერესო ხალხი გავიცანი და ერთ-ერთმა ამ პროცესში რაღაცნაირად ერთმანეთის აღჭურვა დავიწყეთ ლიტერატურით და ფილმებით, რომლებიც ძალიან გვადგება იმისთვის, რომ აღწეროთ ის, რაც ხდება დღეს ჩვენს გარშემო. და ძალიან ბევრი ამის გავიცანი, რომელიც აქამდე არ მქონდა არც საკითხული და არც ნანახი. და ვფიქრობ, რომ ეს განათლებაში ეს სიცარიელები აუცილებლად შესავსებია, იმიტომ რომ ის ცხოვრება, რომელიც დღეს გვაქვს, განსხვავდება იმისგან, რომელიც იყო შარშან წინ და ამიტომ ახალი ცოდნები ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ახალი ცხოვრების აღსაწერად და გასაგებად. და ერთ-ერთი წიგნი, რომელიც კი და ფილმი, რომელიც გავიცანი ახლა ამ დროს არის მეხუთე ბეჭედი, ასე ქვია. რომელიც არის უნგრული ფილმი და ძალიან მოკლედ ბევრი სპოილერების გარეშე, თუმცა ყველა უნდა გავაფრთხილოთ, რომ სპოილერები იქნება. უბრალოდ სიუჟეტი რომ მოვხაზოთ, საქმე ეხება იმას, რომ 4 მეგობარი არის უნგრეთში, ბუდაპეშტში, ნაცისტების მიერ უნგრეთის ოკუპაციის დროს. და ეს იყო ძალიან ბრუტალური პერიოდი უნგრეთის ისტორიაში, ათასობით ადამიანი იყო გადასახლებული და დახვრეტილი და რეჟიმი, რომელიც უნგრული რეჟიმი, ადგილობრივი ნაცისტური, რომელიც მართავდა, არაფრით არ განსხვავდებოდა ნაცისტური ჰიტლერის რეჟიმისაგან. და ეს 4 მეგობარი, მათ შემოესწრებათ კიდევ ერთი ადამიანი, საუბრობენ ყოფით საკითხებზე და ამ დროს ერთ-ერთი ამ მეგობართაგანი სვავს საკითხს, რომელიც შემთხვევით იყო ძალიან მაპროვოცირებელი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან ეხმიანება იმას, რაც დღეს ვიმყოფებით. და ეს საკითხი არის შემდეგნაირად არის დასმული. წარმოიდგინეთ რაღაცა კუნძული, სადაც არის ტირანი, რომელიც მართავს ამ კუნძულს და არის ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც ძალიან იჩაგრება ტირანის მიერ. ოღონდ ჩაგვრა არის აღწერილი ძალიან დეტალურად, ეხება მის ოჯახს, შვილს, შვილებს, ცოლს, ასე შემდეგ, ანუ აუტანელი არის ამ ტანჯვის აღწერის მოსმენაც კი და სულ ბოლოს სვავს ეს შეკითხვას ეს ერთ-ერთი მეგობარი, რომ თქვენ რა გირჩევნიათ, თუ გექნება ჩანსი, რომ რეინკარნაცია განიცადოთ სიკვდილის შემდეგ და გაქვთ უბრალოდ ორი არჩევანი. ან უნდა იყოთ ტირანი, ან უნდა იყოთ ის, ვინც არის ტირანისგან ჩაგრული უსამართლოდ, რომელს აირჩევდით. და მე ჩემსაც რა თქმა უნდა ვიტყვი, თუმცა დღეს აქ ამ კომბინაციით შევიკრიბეთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, თქვენი პერსპექტივიდან ძალიან საინტერესო იქნება ამ საკითხის განხილვა უშუალოდ, ანუ ჩვენ ფილმზე არ ვისაუბრეთ, არამედ დილემაზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ადამიანს ალბათ ხშირად გვიწევს ხოლმე ცხოვრების მანძილზე შეიძლება ტირანი არ აირჩიო, მაგრამ აი თქვა ჩაგვრილსა და ჩაგრულს შორის არჩევანი რაღაც ეტაპზე შეიძლება ყველას გამოცდილიც გქონდეს და მე ვიცი რომ თქვენც ნანახი გაქვთ ეს ფილმი, მოგწონთ და გთავაზობთ რომ პირდაპირ თქვა როგორც იმ ფილმშია შეკითხვით დავიწყოთ რომელს აირჩევდით და ამას გავყვეთ და ვნახოთ სადმე მივალთ. მე შევეცდები რომ ცოტა პროვოკაციულიც ვიყო და ვითამაშო ის როლი, რომელსაც თქვენ ვერ მოირგებდით სიამოვნებით, ასე რომ რომელსაც გნებავთ თქვენი ან მოსაზრება, ემოცია. მე რომ დავაზუსტოთ, უბრალოდ თითქოს ძალიან მარტივი საკითხია, შე როგორც აღწერე, ხო? ტირანი რატომ აირჩიოს საერთოდ ადამიანმა გაუგებარია და იმ ფილმში ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ იმ ტირანმა არ იცის, რომ ტირანია. ანუ ის ვერ ხვდება, რას აკეთებს, როცა აკეთებს. ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივი მართველის, ვთქვათ, ყოფა, რომ დაჩაგროს სხვები, ხო? სხვანაირად ვერ იქნება მართველი. ნუ დაახლოებით ესეთი პრობლემაა, თორე იქნება ცუდი კაცი თუ კარგი კაცი, ამაზეც თავის სიმართლის დარწმუნებული ამბობს, რომ მას გონია, რომ ეს ერთადერთი სიმართლეა, რომთაც შეუძლია იცხოვროს. ხო, მაგრამ ესე სუბიექტურად არ ვიტყოდი, მანდ არის რომ ეპოქის სიმართლე არის ესეთი, ანუ ის სამყარო არის მოწყობილი ისე, სადაც ტირანად ყოფნა პრობლემას არ წარმოადგენს რა. ანუ მან თუ გავს პარალელი არის, რომ ეს შეუძლებელია, რომ ვიღაცამ არ იცოდეს, რომ ცუჩადის და მეორე მეგობარი მაგალითს ეუბნება, რომ კი, მაგრამ დღეს რო ჩვენ რაღაც საჭმელი გვაქვს და პარალელურად ვიღაც ადამიანი არის ჩაგრულ მდგომარეობაში, ხო, საჭმელი არ აქვს, ანუ 100 წლის მერე ჩვენც ესე შეგხედავს ვიღაცა და იტყვის, რომ როგორ ჭამდნენ საერთოდ საჭმელს, როდესაც ამდენი მშიერი იყო და პასუხი იგივე იქნება, რომ ჩვენი ეპოქისთვის ეს ნორმალურად იყო მიჩნეული. ამიტომ ეს ტირანის, ხო, უფრო ძაბავს რომ მკითხო ამ დილემას, ხო, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში ტირანი თითქოს თავისუფლდება სინდისისაგან, მაგრამ ისევ არ ვიცი, არჩევანის პრობლემა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემის არის, რომ ნებისმიერ ადამიანი ალბათ ღიად არ იტყვის, რომ მე ვიქნებოდი ტირანი დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ ძალიან ისეთია. ცალსახად ბოროტ ქმედებებს ჩადის, ხო? ამიტომ ყველა მაინც ირჩევს ხოლმე უფრო ისეთ მორალურ არჩევანს, რომელიც ეხება იმას, რომ იყო ჩაგრული ეს ჯობია.
მაგრამ ფიქრობ, რომ მაინც უნდა წარმოვიდგინოთ ეს არჩევანი როგორც რეალური, იმიტომ რომ პრობლემური არ იქნებოდა საერთოდ, მაშინ დილემა არ იქნებოდა ეს, რომ ნამდვილი ადამიანური არჩევანი არ იყოს, ხო? იმიტომ რომ დილემას სინამდვილეში ქმნის კონტექსტი. თორე ჩვენ თუ კონტექსტიდან ამოვიღებ და დავტოვებთ მხოლოდ ამ ორ პოლუსს, სადაც ერთი არის შავი, მეორე თეთრი, ან ერთი კარგი, მეორე ცუდი. დავსხედავთ აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოში, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ და ისინიც აი ესე მეტნაკლებად უსაფრთხო გარემოში სხედან იმის მიუხედავად, რომ გარეთ მძვინვარებს მეორე მსოფლიო ომი მაინც გარკვეული უსაფრთხოება აქვთ. ისინი კონტექსტი მათი, მაშინ როდესაც ამაზე მსჯელობენ და შემდგომ მთელი დინამიკა და განვითარება ფილმისა რეალობაში შემდგომ როგორ დგები ამ არჩევანის წინაშე და რამდენად იშლება მე მთლიანად მთელი კონცეფციები, ანუ რას ვეძახით ტირანს, რას ვეძახით ჩაგრილს, რას ვეძახით ჩაგრილს, ხო? აბსოლუტურად განსხვავებულია. ახლა შენს კითხვას რო ვუსმენდი, ხო? რა თქმა უნდა, პირველი პასუხი მოდიოდა, რომ ხო, ანუ მირჩევნია ვიყო ჩაგრული, ვიდრე ვიყო ტირანი. მაგრამ ეს პასუხი მთელი ადამიანობა და მთელი ჩვენი, ასე ვთქვათ, დილემა იმის შესახებ, რომ რა ქმნის ადამიანს ადამიანად და ვინ არის ადამიანი, ზუსტად აი ამ დილემის გარშემო ტრიალებს, ხო, რომ აი როდის ხარ შენ, როდის აკეთებ გაცნობიერებულ არჩევანს, ვინ იყო და გაუცნობიერებულ არჩევანს. როდის გონია, რომ რაღაცა არის ნორმა და ესე ქცევა მოგეთხოვება იმისთვის, რომ შენ რაღაცა სისტემაში იყო მოქცეული და როდის გამოდიხარ. ამიტომ მე მგონია, რომ დღეს ჩემი გაცემული პასუხი ბანალურად იქნება და გულწრფელადაც და პირდაპირად, რომ ხო, მე მირჩევნია ვიყო ჩაგრული, სადაც მე ნაკლებ პასუხისგებლობას ვგრძნობ იმ ნაწილზე, სადაც მე ჩავდივარ ბოროტებას, ან ვიღაცას ვჩაგრავ, მაგრამ ჩემი რეალური პასუხი და გულწრფელი არის ის, რომ მე არ ვიცი, მაგრამ მე მინდა მჯეროდეს, რომ ყველანაირ სიტუაციაში, ყველა არაადამიანურ სიტუაციაში მე შევძლებ დავრჩი ადამიანად. ეს არის გულწრფელად ვისიც მინდა რომ ჯეროდეს, მაგრამ არ ვიცი. იმიტომ რომ მთელი ფილმი ხო ძალიან მძიმეა, ანუ მე რომ ნახე ეს ფილმი, მართლა დიდი ხანია ეგეთი მძიმე ემოციები ფილმის შედეგად არ მიმიღია და ძალიან ბევრი ვიფიქრე და ძალიან შემზარავად მძიმეა. შემზარავია უბრალოდ და თან იმდენად გავს ყველა იმ ყოველდღიურ დილემას და ყოველდღიურ აბსურდს, რომელშიც ჩვენ ვართ. და აღმოვაჩინე, რომ ფაქტობრივად უკანასკნელი პერიოდი სულ მაგაზე ვფიქრობ, რომ რა ქმნის ჩვენ ადამიანებად, ან ვინ ვართ, რას ვირჩევთ, რას ვაკეთებთ, სულ ყოველდღე არჩევანის წინაშე ვდგავართ და რაღაცა დონეზე შეიძლება ზოგჯერ ვართ ტირანები ვიღაცისთვის, ზოგჯერ ვართ ჩვენ თვითონ ჩაგრულები, მაგრამ არა ესე ძალიან მკაფიოდ და გაყოფილად, ხო? აი აქ ძალიან მკაფიოა ეს გაყოფა და ძალიან დახასიათებულია ვინ არის ტირანი და თან იმან არ იცის. ანუ ტირანმა არ იცის, რომ ტირანია. რაღაც მხრივ ეგ ანთავისუფლებს პასუხისგებლობისგან. იმიტომ რომ არ იცი, თითქოს და შენ არ გაქვს გაცნობიერებული პასუხისგებლობა მთელ იმ ქმედებაზე, რასაც ჩადიხარ. მე მინდოდა მეთქვა, რომ ესე იგი აი ეს რაღაცა ძალაუნებრივად ამოგიტივდება რა, ეს ვაჟას ლექსი, რომ ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადია ცელობა, ცხრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ფაქტობრივად დაახლოებით ესეთი რაღაცაა და ხო და ჩვენ თურმე ამბობენ, რომ აი ამ სიკვდილს ჩაგვრას, რაღაცა მორჩილებას ძალიან შეგუებულები ვართ რა ადამიანები და თითქოს აი ძალიან ბუნებრივია, რომ ეს ძალიან ადამიანურია თითქოს, რასაც ვაჟა ამბობს, რომ აი ვიყო და თითქოს ქრისტიანობაც ამას ამოწმებს ერთის მხრივ, თითქოს. მით უმეტეს, როდესაც ამის საპირისპირო, თუ კი შენ გინდა რომ მქონდეს ესე ვთქვათ, დარჩე სიცოცხლეში, შენ უნდა რაღაცა ძალისხმევას მიმართო და ეს ძალისხმევა შეიძლება იყოს ესეთი ბოროტი, ესე ვთქვათ, სხვისი ჩაგვრის, სხვისი ტანჯვის, ესე ვთქვათ, შემცველი. ხო, თითქოს გამოსავალი არ არის რა. ან არის
არ იყო ცოცხალი, იმიტომ რომ ის რას ცოცხლია, ან ცოცხალი იყო, მაგრამ შენი თავი დაარწმუნა, რომ ეს ცოცხლია და აი ჯობია რომ მოგთელო, ჯობია რომ განადგურდი, ჯობია რომ ჩაგრული იყო და შენ თავს არწმუნებ, რომ სინამდვილეში ეს არ არის, ხო? ესე რა ქვია, იმიტომ რომ აი თუნდაც იმ ფილმში იმ ადამიანის ტრაგედია, მარტო მის ტრაგედიაც არ არის, ხო? სხვა ყველას ვერავის ვერ იცავს, ოჯახის წევრებს ვერ იცავს, თვითონ წარდება და ასე შემდეგ, ხო? ხო. ამიტომ ხო შეიძლება რომ დავსვათ კითხვა, რომ ეს დილემა ასე დასმული არის, ესე ვთქვათ, არასრული პირობა ამოცანის, არასრული პირობა ამოცანის, რომ ამას აკლია კიდე სხვა ვარიანტები, როდესაც შენ არ ხარ ჩაგრული, შენ გასწევ ძალისხმევას, მაგრამ ეს ძალისხმევა, ესე ვთქვათ, არ არის ტირანიული, ან არ არის ხომ ეგ უკვე სხვა დილემა არის მაშინ, ხო, ანუ მთელი არსი ამის ანუ სკოლაში იმაშებიან ხომ ბავშვებს უყვართ რა, მსგავსი ანუ რაღაცა შეთანხმდები სააზროვნო ექსპერიმენტზე და ვინაიდან დისკომფორტს განიცდიან, შემდეგ ცვლიან ამას და მე უკვე კარგად გრძნობენ ხოლმე თავს, მაგრამ შეიძლება თუ არა, მით უმეტეს ქრისტიანული პერსპექტივიდან რომ გადავხედოთ, ხო, ანუ თქვათ ერთ-ერთი საკითხი ხა ამ ჭრილში და ჩვენი კულტურის გათვალისწინებით იქნებოდა განიხილავს თუ არა ყველა ჩაგრულს წმინდანებს ამ შემთხვევაში ეკლესია როგორც ან წაგებულებს ან თქვენ როგორც თქვით იმათ ვინც არ იცხოვრეს ან რაღაცა მოაკლდა ხო აქ უფრო შემიძლია მსჯელობის გაშლა და სხვა შემთხვევაში მე სიმოს ცოტა ვეთანხმები იმიტომ რომ იქ არ მახსოვს მართალი გითხრათ დეტალი მიუხედავად იმისა რომ გუშინ წინ ხელახალ ნახე ეს ფილმი იქ ხო რაღაც დათქმები რომ ეს მგონი არ ახსოვს იმ ტირანს რომ ახალ ცხოვრებაში არ ემახსოვრება რა უკეთებთ რაღაც დეტალები არის და მართალი გითხრა ამ კუთხით აი მარტივი არჩევნის თვალსაზრისით გაუგებარიც იყო რატო არ უნდა აგერჩია ვთქვათ ესე რა ქვია რატო უნდა აგერჩია ტირანი რაღაცები იყო იქ რაც ხო და აი ეს საკითხი რაც ახლა ლაპარაკობთ რომ არის თუ არა თქვა მსხვერპლად შეწირო არის თუ არა ბოროტებას უფრო შეგვიძლია გავამწოთ მარტო იქ მე ამ დღეებში ამაზე ვფიქრობდი რომ რამდენად არის ეს ქრისტიანული ეთიკა აი შეგუების დათმობის ჩაგრულად დარჩენის ეთიკა იმიტომ რომ სახარებაში ვკითხულობთ რომ თქვენ თუ გსმენიათ რომ თვალის წილ თვალი და კბილის წილ კბილი მე გეტყვით რომ წინ ნოაღუდგებით ბოროტებას. წინ არ აღუდგეთ ბოროტებას. აი ეს ბოროტების მიმართ ესე თქვა წინააღმდეგობის არ გაწევა, აი ეს როგორ რა ეთიკაა ეს. ხო და ეგ სისუსტეა? ეგ საერთოდ შესაძლებელია კი? შეუძლებელია. თუ შეუძლებელია, მაშინ რა საჭირო ესეთი ეთიკა, რომელიც ახლა ჩვენ არ გამოგვადგება და მე ამაზე მაქვს რაღაც კიდე მსჯელობა და ვისაუბრებ ამაზე. ეთიკა პრაქტიკული უნდა იყოს, უნდა გამოგვადგეს გარდა მორალის. ეთიკა მცოცხალი უნდა დაგტოვოს მინიმუმ. თუ არის ეთიკა მცოცხალი უნდა დაგტოვოს, მეუბრივი დაგტოვოს, მორალური დაგტოვოს. ესე იგი ეს ადამიანი აი ამ ფილმიდან რო დავაკავშიროთ, ესე იგი ეს რომ იტანს ამ ჩაგვრას, რჩება ეთიკური, კი, და რჩება ადამიანი მე რა ვიცი, ჩემთვის საკითხავია. პირდაპირ არის თუ არ ვწდები, ანუ სიკო. მე მგონი რომ საკითხი, ანუ ორი საკითხია, ხო? ერთი არის რომ რა ჯობია რომ სინდისკამდე სუფთა და იტანჯებოდე, თუ რა ვიცი, თქვა იყო სინდისო და რაღაცა ბედნიერად არიცოდი ამის შესახებ. და ბედნიერად ცხოვრობდი, ხო, ესეც არის. ანუ ჩაგრავდა სხვებს, მაგრამ შენ ვერ აცნობიერებდი ამას, ამიტომ რაღაცა შინაგანი თვითხედვა არ გაქვს, ანუ შენ თავს ვერ აცნობიერებ როგორც უსინდისოს, მაგრამ სინამდვილეში იქცევი უსამართლოდ და უსინდისოდ და მეორე საკითხი არის უკვე შენ რაც დასვი დილემა იმ ხალხისთვის, ვისაც ეკითხები ამ დილემას. ხო, ანუ რამდენად მზად ხარ იმისთვის, რომ აღიარო, რომ წახვიდოდი ისეთ გადაწყვეტილებაზე, ან საჯაროდ აღიარებდი ისეთ გადაწყვეტილებას, ან აირჩევდი ისეთ რაღაცას, რაც შეიძლება არ არის მიღებული საზოგადოებაში. და მაგ ფილმში ეგ ნაწილიც ვითარდება, ხო? ანუ მე დაპირისპირება არის არჯერა, დილემის ავტორს კონკრეტული ადამიანის არჩევას, ანუ რომ იტყუები და მე ფილმში არ არის ეს, მაგრამ წიგნში არის, რომ ძალიან განიცდის ის ადამიანი, აი მთელი ღამე ფიქრობს ამაზე, რომ ანუ ირჩევს ტანჯულის როლს და არ უჯერებს და ის მთელი ღამე ამას უჯერებს, რომ რას ქვია არ მიჯერებენ, როგორ შეიძლება არ დაგიჯერონ, როცა ეს შეიძლება გულით გინდოდეს და მანდარი ამ საკითხზე კიდე ცალკე სამსჯელოა, ხო, იმიტომ რომ არის ძველი საკითხი, შენ იქნებოდი თუ არა პატიოსანი, მაშინ როცა არავინ არ გიყურებს, ხო და არის თუ არა შენი პატიოსნება ასევე სოციალურად კონსტრუირებული, ხო, რაც ბატონის ეს არის, ხო
რესპუბლიკაში არის ხო და დასაწყისში მაგაზე მსჯელობა, როცა უმტკიცებენ, რომ არ არსებობს ესეთი რაღაც, ანუ სინამდვილეში ყველა ჩვენ ვართ პატიოსნები, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავს ვიღაც სხვა და სხვა ადამიანების დასანახად ვართ პატიოსნები და არა იმიტომ რომ შინაგანად შეგვიძლია ეს გავაცნობიეროთ, ან იმიტომ რომ რაღაცა წესრიგი არსებობს სამყაროში, რომელსაც ვაღიარებთ და იქიდან გამომდინარე, რაც შეიძლება მე მორალი და ეთიკა დაარქვა ხო. ხო და მე მგონია რომ დილემას მოდიფიცირებას იმიტომ აკეთებენ ბავშვები, რომ კლასიკური დილემა არის არჩევანი ორ ცუდ არჩევანს შორის. ანუ ერთ-ერთი რომ კარგი არჩევანი იყოს, მაშინ დილემა ნაკლებად იქნებოდა, ან ორივე კარგი იყოს, მაშინ პრობლემა არ არის. მე დაგიმატებ, მაშინ კარგი რო გავხადო, უფრო ეს სინამდვილეში ეს დილემა პლატონის გორგიადან არის. ანუ ერთ-ერთი მსგავსი დიალოგი არის სამართლიანობასთან დაკავშირებით და იქ ესეთი მე პლატონი სოკრატეს შლის და მაგას ამტკიცებს ზუსტად რომ უსამართლობა არის ბოროტება, ანუ ეს უსამართლობა ცალკე კატეგორია კი არ არის, რომ აი უსამართლობა ცალკე ბოროტება ცალკე არის. არამედ არის ბოროტება და შესაბამისად უსამართლობის ჩამდენი არის ბოროტი და ის ვინც არის ჩაგრული, თუ ის უსამართლოდ არის ჩაგრული, ანუ არ იღებს იმას, რაც ეკუთვნის, მაშინ ის მაინც უფრო კეთილი არის. და ამიტომ ეგ რომ აი თქვა ორ ცუდ რაღაცას ვირჩევ ხოლმე, ცუდი სიტყვა, რახან უფრო ბოროტისკენ არის, არ არის მასე, იმიტომ რომ ცალსახად ჩაგრულობა უკეთესი არის, ანუ კარგი არის რა. იმიტომ რომ ცუდი არ არის, ცუდი არის უსამართლობა. ხო, და როგორც არის აღწერილი ის ჩაგრვა, ეს არის საშინელება, რა შეიძლება და მაგაში არ შევდივარ, აქ საუბარი უბრალოდ აქტზე და აქ ეს ჯუჯუ ხო, რომელიც არის ეს ჩაგრული ამ წიგნში და ფილმში, ის ნარატორი ზუსტად მაგას ამბობს, რომ ყველაფერი კი დაკარგა, მაგრამ აი ეს დარჩა ბედნიერება იმის განცდით, რომ მას უსამართლობა არ ჩაუდენია და ეგ არის ის რაც ხელში უშლის. და აქ არის ზუსტად ქმედების არჩევანასთან დაკავშირებული პასუხისგებლობის არ ქონა. ანუ ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან ძალიან ხშირად ჩვენ ყველაზე მეტად თუ კი რაღაცაზე შეიძლება ადამიანს კონდეს თქვა დანაშაულის განცდა სინდისის კინჭნა ხო რაც არის გამოხატული დანაშაულის განცდის ტარებაში არის რომ მე ქმედებასთან მიმართებაში მაქვს რაღაც შეუთავსებლობა ჩემ თავთან რომ რაღაცა არის წესი და მე ეს წესი დავარღვია და მანდაც არის სულ შეკითხვა რომ ანუ რითი განსხვავდება თქვა თქვენაც თქვით რომ რა არის მორალი ხო ჩვენ პატიოსნება რომ მაშინაც კი როცა მე არ მიყურებენ რჩები თუ არა მე ამ ჩემი მორალის ერთგული თუ შემიძლია დავაშავო ხო და აი დანაშაულის განცდა და სირცხული მაგითი განსხვავდება რომ მე მხოლოდ მაშინ განვიცდი დანაშაულის განცდას როცა მაგ ჩადენილი ქმედება და მაშინაც კი როცა არავის არ დაუნახავს ეს ქმედება მე თუ ვიცი რომ ის არ შეესატყვისება იმ საყოველთაო ნორმას და თუ ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ჩემ თავთან მიმართებაში მქონდეს აღქმა რომ მე კარგი ადამიანი ვარ ამას განვიცდი სირცხული ყოველთვის სხვასთან მიმართებაში ანუ ვიღაცა უნდა არსებობდეს რომელიც მემარცხვენს რა ვიღაცის თანდასწრებით გაკეთებული უნდა იყოს რაღაცა ან საკუთარი თავის ვერ შეგწყვება, ან სიტყვაზე შენი მშობლების ვერ შეგწყვება, შენი საქციელით მიხედვით რომ მშობლები არ ხედავენ. საკუთარი თავის სირცხველი ნიშნავს იმას, რომ არსებობს ჩემში ვიღაცა მორალური ხატი, რომელიც ხშირად მე არ ვარ, არიან მშობელი, ანუ ნებისმიერი რაღაცა ხატი. მეორე, რომელიც ინტერნალიზებული მაქვს, ანუ ჩემს გარეთ კი არ არის, ჩემს შიგნით არის, მაგრამ მაინც მეორე, ანუ მეორე უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ მე სირცხულს განვიცდიდე. აი აქ ამ დილემაში არის ის თემა რომ მე მირჩევნია არ ვიყო პასუხისმგებელი მაშინ რაღაცნაირად არიდებული მაგა ეს წნეხი პასუხისმგებლობისა იმიტომ რომ არ მჭირდება ვიყო აქტორი იმისთვის რომ ვიყო ჩაგრული აქტორი სხვა არის მაგრამ ბოდიში მეორე თემა ის არის რომ მე თუ არ ვიცი რომ ჩაგვრელი ვარ. ეს რაღაცნაირად მე ცოტა მიმსუბუქებს ამ დილებასთან დაკავშირებულ საკითხს. იმიტომ რომ მან პასუხისმგებლობას მე როგორც ფსიქოლოგი ვეღარ ვგრძნობ, იმიტომ რომ მეორე თემაც არის რომ ფსიქიატრიული კუთხით მაგალითად რასაც იძახდა ფრანკლი, რომელიც გადაურჩა ჰოლოკოსტს იყო ის რომ ჩვენ ადამიანად გვქმნის ჩვენი პასუხისმგებლობა. და თუ მე არ მაქვს პასუხისმგებლობა, ის ყველაფერი რაც მე ჩავიდინე და მე ამას ანუ არჩევანი არ არის ჩემი მაინც და მაინც ბოროტების მხარეს დგომა, უბრალოდ არ ვიცოდი. მაშინ კითხვა არის რომ ცუდი ვარ? ბოროტი ვარ? უსამართლო ვარ? თუ არ ვიცი?
ან გულწრფელად მაინტერესებს, ანუ რიტორიკულია შეკითხვა, მაგრამ მართლა მაინტერესებს. ეხლა მე რაღაცა თელკაცოვრების სახელით ვილაპარაკობ, ნაკლებს ხო არა იღებს ეხლა მოდელი მაგალითად. ეგეთი მარტობები უნდა კონდეს ხო ეხლა კიდე. ხო და აი მორალურმა და ეთიკურმა მაქსიმებმა როგორ დაღალეს ადამიანი, კარგად არ ჩანს განა, მაგალითად ამდენი კი არ ვიცი, რომ ფრანგული ლიტერატურა და უბრალოდ ვისაც ვკითხულობ, იქ არის ამ ყველაფერზე გადასვლები და ამიტომ სარტრის ეს გამოსავალის გარეშე ხო ის no exit სადაც აი ყველა მოლოდინი აქვს რომ აი ესეთი იქნები შენ მორალური იქნები ან ესეთი იქნები ესეთ წარმოდგენები შენზე გვაქვს ეგეთ წარმოდგენები და შენ ამას ნუ უპასუხო რომ ეგეთი იქნები ეს ღლის ცალკე უფრო მარტივი ვარიანტი არის იგივე კამიუს უცხოც დეგარი რაღაცა მაინც ადამიანს მოითხოვენ რომ აი ესე დაიტიროს ესეთი იყოს ესე უპასუხოს არაძლევენ უფრო მეგონი ეს ყველაფერი რაც აქ არის შეიძლება უფრო ესე შორსაც წავიყვანოთ მოკლედ რომ სჭირდება ეს מחვილი ადამიანს ეს დაკიდებული ამ ეთიკის მორალის თვალსაზრისით არ ღლის ეს ამას აი პასუხი აქ ამაზე არ გაგიჟდება უბრალოდ ამდენი პასუხისმგებლობით რა საკუთარ თავთან ვიღაცასთან რაღაც აი როგორ და ჩემი აზრით მართლა თუ კი ქრისტიანობაზეა და ბიბლიაზეა ლაპარაკი და ამ ყველაფერმა უნდა და ეხლა ამ ფილმის შემდეგ ძალაუნებურად ნიჩეს და იმ კითხვების შემდეგ რაც უნდა დასმულიყო ისევ ანტიქრისტეს გადაკითხვა დავიწყე და აი ეს კრიტიკა უნდა იყოს როგორ ამბობს იქ აი ძალიან ბოლომდე უნდა შევყვეთ ამ საკითხს მოკლედ რა და რომ ესე იგი ეს ჩვენი ამ პასუხი რო არ აქვს ამ ეთიკურ მორალურ ესე ვთქვათ პოზიციებზე სად დავდგეთ როგორ დავდგეთ რომ თან სიცოცხლე შევინარჩუნოთ თან არ გავიტანჯოთ მაგრამ სინდისთან საკუთარ თავთან კომფორტში ვიყოთ მაგრამ ყველაფერი დავკარგოთ ხო ეს ყველაფერი ამ ყველაფერს უნდა მივყავდეთ თუ ბოლომდე წავყვებით იქამდე რომ ჩვენ გვჭირდება ხსნა ჩვენ გვჭირდება რაღაც სხვაგვარი ყოფიერება რომელშიც აღარ იქნება ბოროტება ხო ამ ყოფიერების იმ ეს თქვა მოდელში რომელშიც ახლა ვართ, სადაც არის ბოროტება, სადაც არის სიკვდილი. აი ექსუ იქნება. ხო და აი ბოდიში, მაგრამ მე მაინც ჩემს მსოფლმხედველობიდან ამოვალ და დავიცავ ამას, იმიტომ რომ ჩვენ მაინც კიდე სხვა რაღაცას ვამბობთ, რომ ჩვენ არა უბრალოდ ველოდებთ, არამედ ჩვენ ვამბობთ, რომ არის დადგა ესე ვთქვათ ქმნილებისთვის ისეთი რეალობა რომელშიც არ არის სიკვდილი, ძლეულია სიკვდილი და გამქრალია ბოროტება. და თუ არა ესე ვთქვათ იქეთკენ ჩვენი მიზი და უფრო მეტიც თუ არა იქედან ესე ვთქვათ რაღაცა ჟანგბადის პორციების აღება აი აქ სულ ესეთი რაღაცები იქნება, რა ვიცი, ვიღაც სიტყვის რაღაც უფრო მისაღებო ვარიანტი, ვიღაც ის ვარიანტი იქნება უფრო პრაგმატული, უფრო ესეთი გამოსადეგი, ან უფრო ადამიანური, ვიღაც ადამიანობის მაღალ სტანდარტებზე ილაპარაკებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მგონი ეს ჩიხია და ვიღაცა იტყვის, აი ფეხს აკრავს და იტყვის, რომ ნუ აღარ მინდა რა, დავიღალე, როგორც იმ სარტრთან ის გმირი რა, რომ მივხვდი რა არის ჯოჯოხეთი არის სხვა, ჯოჯოხეთი არ არის ცეცხლი, ჯოჯოხეთი არ არის ესე რა ქვია რაღაცა კუპრი. ჯოჯოხეთი არის სხვა, ეს ხვისი, სხვა თუნდაც ეს ვთქვათ შინაგანი სხვა, ან უბრალოდ სხვა, რომელიც რაღაც ნორმებს რაღაცებს. მე მგონი სულ ამ პრობლემებში დავრჩები, თუ არ შემოვიყვანთ ეს ვთქვათ აი ამ ყოფიერებას თუ არ ვინატრებთ მაინც, თუნდაც პოეტურად. იმიტომ რომ ახლა არის მაგალითად სუსტი ღმერთის თეოლოგია ჯონ კაპუტო არის მისი კარგი წარმომადგენელი ხა ამერიკელი პროფესორი, რომელიც ამბობს, რომ თეოპოეტიკაზე ლაპარაკობს, რომ ამბობს იმის შესახებ, რომ კარგი ხო ღმერთის იდეა შეიძლება ვერ შევინარჩუნოთ, ესე თქვა რაღაც აკადემიურ და ესეთ ფილოსოფიურ მსჯელობებში, მაგრამ აი პოეტური თვალსაზრისით ხო, როგორც რაღაცა სიკეთის რაღაც სამყაროსი, რომელიც ასეთ რამეს იტევს უსიკვდილო, უბოროტო არსებობას, ну ესე შევინარჩუნოთ. ხო, ну შეგვიძლია ასე, შეგვიძლია უფრო რწმენი და უფრო რეალისტურად, როგორც მაგალითად ბიბლიის და ღმერთის მოყვარულებს ან ეკლესიის წევრებს შეფერით, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის პოეზია არ არის, ეს ჩვენთვის რეალობა. ხო, რეალობაა და ამიტომ მე მგონია რომ რა ვიცი, მე ეს თემა შემოვიტანე და კიდევ უფრო მეტად დამიდასტურა, ესე ვთქვათ, ამ ყველაფერმა, ამ დილემებმა, რომ აი ეს ეთიკა რაღაცა არის ძალიან კარგი ეს თქვა თან მსჯელობა იმაზე, რომ აი
ეთიკის მიღმა, იმიტომ რომ აი ამ ესქატოლოგიურია, ესე იგი ეს ამბავი, ანუ ეს ბოლო ამბავი, როცა უკვე სიკვდილი და მით უმეტეს ეს აპოკალიფსის აპოკალიფსთან არის ეს ისა და იქ აი ბეჭდების და ყველაფრის შემდეგ ეს თქო დგება ეს ხო ანუ აი კონტექსტი ახსენეთ თქვენ მაშინ აი ბოლომდე რაღაცა ფონი ფიგურა რაღაცები ხა მოდაში რაღაცები ლაპარაკი ხო ეს მთლიანობის დანახვის შემთხვევაში ხო იმიტომ რომ გამიწყდა ახლა აზრის საწავედი, მაგრამ დაახლოებით მოკლედ აი ეს აგერ ვარ ეს ხო სინამდვილეში ეს კონტექსტი ხო ზუსტად ეს არის, რა ეს არის ახალი აღთქმის მიხედვით, ხო, როდესაც უსამართლოდ ჩაგრული ითხოვდნენ სამართლის აღდგენა. ხო, ის მეხვდებოდი ხო. ხო. და ის დაგმერთიებს იქ რომ მოიცადეთ ხო. ცოტა ხანი რა და ანუგეშებს რა, ისინი ითხოვენ ხო და ხო და აი მოწამეები აი როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ დღეს მოწამეები მართლა აი რაღაცა ეს მორჩილების ამბავი ჩემთვის უფრო აი ეს რატო არის ადამიანი რატო იტანს ამდენ მოროტებას აი საყვედური უფრო მაინტერესებს მე რატო ეგუება ადამიანის სიკვდილს რატო ეგუება ადამიანი ჩაგვრას აი ეს ხო სიკო მე მგონი ეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მანდ იმიტომ რომ აი თქვენ ამბობთ რომ კონტექსტი არის მნიშვნელოვანი და ეს კონტექსტი რომელშიც მიდის ეს დისკუსია არის ასეთი რომ ესენი არის რაღაც იმაში ბარში ხო და გარეთ ხდება საშინელება და ერთ-ერთი კითხვა ეს არის რომ ესენი აქ თეორიულად როცა მსჯელობენ ამ საკითხზე რატო არ იღებენ პასუხისმგებლობას იმაზე რომ გარეთ სამყარო შეცვალონ უფრო მეტიც ისინი მიიღებენ მონაწილეობას იმ ჯოჯოხეთში რაც გარეთ ხდება კარს არ გაუღებენ ხო გახსოვთ ხო თავიდან როცა გარბის და ხო ვიღაცის სიკვდილში მიიღებენ მონაწილეობას ვერ იციან რომ ვერ შეამჩნევენ ხო და მანდ ჩდება მე ის გადასვლა ხო როცა ესე თეორიულად ვჯელობ რაღაცაზე იმ სამყაროში სადაც არის საშინელი უსამართლობა რომელზეც შენ არ გინდა რომ რაღაცნაირად იმოქმედო მაშინ შენ შეიძლება მოხვდე იმ უსამართლობაში ან უარეს უსამართლობაში შენ თვითონ და უკვე ეს რაღაცა ინტელექტუალური ეს კი აღარ არის რაღაცა ამოცანა რომელშიც უნდა გადაწყვიტო ეს შენი მოქმედება არამედ რეალურად მოგიწევს გადაწყვეტილების მიღება და ეს აი ეს მეორე დილემა მე რომელიც უჩნდება გადარჩეს თუ დაიქვემდებაროს ან თუ თანამონაწილე გახდეს თუ და თანამონაწილე გახდეს ძალადობის და გადარჩეს თუ თვითონ გახდეს მსხვერპლი ხომ იქ მეორე შემთხვევაში ამასაც უკავშირდება რომ თვითონ ხო არ გამოიწვიეს ეს საკუთარი მდგომარეობა მაგრამ კიდე ერთ საკითხი კიდე უფრო რომ გავართო არის სინდისე მორალზე ეთიკაზე მასე წამებაზე ვილაპარაკეთ მაგრამ არ ვილაპარაკე ღირსებაზე ხო რომ აი მაგალითად ის თქვენი კითხვა რაც არის რომ რატო შეიძლება აირჩიოს ადამიანმა აი ეს ტანჯვა რომელიც არის აუტანელი წარმოსახვაშიც კი ერთ-ერთი პასუხი არის არ კარგავს თუ არა ის ადამიანობას ამ არჩევანით. ნუ კარგავს თუ არა ის ღირსებას იმითი რომ მის ღირსებას შელახავს ვიღაც პირანი იქნება თუ სხვა. და მანდ ბერნარი პასუხი არსებობს, მაგრამ პასუხი მე რომელიც მომწონს არის ის რომ ნუ თავისთავად ხო გაგება იმისი რომ ადამიანის ღირსება განუყოფელია, ეს ცხადია, მაგრამ ადამიანი კარგავს ღირსებას მხოლოდ მაშინ, როდესაც თვითონ ამბობს უარს ამ ღირსებას. ან შენ ვერ წაართმევ ადამიანს უარს, თუ თვითონ არ თქვა. და აი მანდ ჩდება ეს კითხვა, რომ როცა ირჩევს ამ საშინელებას, მაშინ ინარჩუნებს თუ არა ის ღირსებას მაინც ამ არჩევანის გაკეთებით და მგონი რომ აი ოპტიმისტური პასუხი არის ის, რომ რახან თვითონ გააკეთა არჩევანი. შეიძლება მაინც ინარჩუნებს თავის ადამიანობას, ანუ ის არის გაცნობიერებული. ეს არ არის ღირსეული ქმედება, მაგრამ რადგან თვითონ აირჩია, ამიტომ ჩავირჩა. ღირსებაზე უარს არ ამბობს თავის ღირსებას. ის ამბობს, რომ მე წამებულზე. იმიტომ რომ თვითონ აირჩია. მხოლოდ ამიტომ. თორე სინამდვილეში წამებულად არ ჩავ. მაგრამ შეეძლო აირჩია უღირსი ცხოვრებაც, ანუ ღირსებაზე უარი ეთქვა. როგორც ეს მეორე ნაწილში ხდება, ხო, რაღაც მომენტში იძულებულია, რომ შეიძლება მთლიანად არა, მაგრამ რაღაც რამდენიმე წამით მაინც, რომ თავმა პერსონაჟმა თავის ღირსებაზეც უარი თქვას, თავის რაღაც მიმართებაზე სამყაროში, რომლითაც თვითონ სჯერა. მაგრამ ეს ამ სიკომ რაც თქვა, ერთი განსხვავება თქვენ სიტყვა მოთმენა
თუ დათმენა ახსენეთ გადავახო მე ვნახო, მაგრამ მეც მგონია რომ ეს განსხვავება და ელენემაც მსგავსი რამ ახსენა რომ როგორ იყო რაღაცნაირად არის თუ არა მოთმენა პასიური, ანუ მე როდესაც ვითმენ ის ჩემზე ზემოქმედებს და მე არც არ ვაკეთებ რა და მე ეს ძალიან მიყვარს გერმანულში როგორ არის ზოგადად თავისუფლების ცნება განმარტებული ხოლმე და როცა ვკითხულობდი ამას ძალიან ესმოდა რა აკადემიურ ტექსტებში არც არ არის თავისუფლება რაღაც კეთება არის კეთება და თუ ენ ლასნა ანუ სხვისთვის ნების დართვა რომ იმან გააკეთოს და ყოველთვის ამ წყულში მოდის ხოლმე რომ როცა ამბობენ აი ეს არის თავისუფლება რაღაცის კეთების და სხვისთვის ნებართვის დართვის რა ანუ ეს ორი ამბავი არის ჩვენთან სასახად არის რომ თავისუფლება რო კითხო რა არის კეთება რაღაცა რა იმიტომ რომ და მოგეპოვებინა ხო მაგრამ ეს მეორე ნაწილი არის უმნიშვნელოვანესი იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ ახლა ძალადობაზე სანამ ვიტყვით იგივეს უნდა ვთქვათ ნებისმიერ სხვა რაღაცაზე აი მიმღეობაზე მაგალითად ხო ანუ ჩემი თავისუფლების ნაწილი არის ეს სხვა რომელიც რაღაცას აკეთებს და მე მას ნებას ვთავრობ გააკეთოს რა ანუ დასავლური გაგება თავისუფლების ალბათ ესეთი არის და ამიტომაც ის პლურალიზმი ან თქვათ ის რომ ჩვენ რასაც ხშირად ისინი იმაშებიან ბატონო მე არ მომწონს რასაც თქვენებოდ იმიტომ რომ რაღაცა თუნდაც ღირსების ჭრილში ან იმ ჭრილში რასაც თქვენებოდ იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში სიკვდილით თავდება ეს ყველაფერი და როდესაც ადამიანი აი ესე ვთქვათ ეგუება სიკვდილით ყველა სიცოცხლე თავდება ანუ ხო და მაშინ ისა რა ქვია ნუ აი ფსალმში არის ძალიან ეგუება იყო სიტყვა ხო და ეგ შეგუებაზე არ საუბრობთ ეს ორი სხვადასხვა რაღაცა და თავის მოკვდავებას ეგუება აცუდია ეგ რომ ეგუებით რომ მოკვდავები ვართ რა და რა გამოსავალი ყავს ის ვინც დატანჯულია მე მის პრობლემას უფრო ხედავ ის რომ ის ეგუება რომ მის შვილებს გაწირავენ ანუ ის ზათ არის რომ მისი შვილებისთვის მოაწყონ ჯოჯოხი ბუდიში ის როგორც სახეობაც ეგუება არ იყოს უსამართლო თვითონ არ იყოს usამართლო ხო და აი მანდ არის ეს კითხვა შვილები რო არ ყავდეს საერთოდ კიდე მარტივი საკითხი იქნებოდა გინდა თორე იყო წამებული ხო და აქ საკითხი არის რომ ჩვენ გაწირავთ რა შენ შვილებს საკუთარი ღირსების შესანარჩუნებლად ჩვენ საკმარისად არ გვიყვარს მოკლედ რას ვიღაცა საქმე მგონი ფრომსა აქ რომ ეგოიკი ფრომსა აქ რომ ეგოისტო საკუთარი თავი კი არ უყვარს არა მას საკმარისად არ უყვარს საკუთარი თავი ხო და ეს საკუთარი თავის სიყვარული ჩვენ როგორც უნიკალური როგორც განუმეორებელი რაღაცა ну ჯერ არ შემდგარი პიროვნებები, მაგრამ აი პოტენციაში პიროვნებები, აი ჩვენით აღფრთოვანებას, ჩვენთვის ფასის დადებას გავანებოთ აი შვილებს და მე სულ არ მომწონს ხოლმე როცა ამბობენ რომ ჩვენ მომავალ თაობას რას დავუტო და მე რო წამერთვა ყველაფერი ხო ახლა რა თქვა რაღაცეებს როცა პროტესტი ვაკრა რო დავაზუსტო ხო დიახ საკუთარი თავის ნაკლებად სიყვარული არის პრობლემა და აქ ეს ღირსებას მე მგონი ართმევს ამ ადამიანს ჩაგრულს უბრალოდ რომ ისა ჩამოყვარ აქ რა მომენტშიც ვართ ხა ანუ ქრისტიან სასულიერო პირს არ მოწონს ჩაგრული. ხო, ანუ მოწამე ჩვენ ვამტკიცებთ რომ მოწამეობა აი ის მოწამეობაზე გადავიდეთ მერე კიდე. მოწამეობა რას წამებს, რას ამტკიცებს ის მოწამე. ამტკიცებთ მაგას უბრალოდ აქ დილემის შემთხვევაში სხვა ანუ კონტექსტი გქისევა ამოვარდნილი, მაგრამ აი ერთი რაღაცა მინდა და მე თქვა სიკო თქვენ რო იძახდით რომ თავის და უნებურად ისინი თუ თქვენ თქვით რომ გარეთ რო საშინელება ხდება და კარს არ უღებენ და სიკვდილის თანამონაწილეები ხდებიან, ხო? ეს ხო ერთია, მაგრამ ძალიან საინტერესოდ იწყება ფილმი თვითონ და ფილმი იწყება იმით, რომ მოაქვს ერთ-ერთ მეგობარს ხბოს ხორცი. ანუ სიტუაციაში, სადაც ფაქტობრივად საჭმელი არ არის და თუ გახსოვთ, მსჯელობა იმაზე, ანუ ყველაზე შემზღარავი. როგორ უნდა მომზადდეს? არა. როგორ უნდა მომზადდეს? არა, ერთ-ერთი მეგობარი პერმანენტულად აზუსტებს, რომ დარწმუნებული ხარ თუ არა, რომ ეს არის ხბოს ხორცი. ეს ზუსტად ფილმის ავტორი მას უღწევს გამწარ სინიკოსიც მაგრამ სინამდვილეში ეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს რას რომ იგი იმ სივრცეში როცა გარეთ მიდის საშინელება ამათ აქვთ ადგილი ინტელექტუალიზაციის ამათ აქვთ ადგილი სადაც შეუძლიათ რომ დაშვებების დონეზე გაათამაშონ ის საუკეთესო ვერსიები, რაც წარმოუდგენია თავისი ღირსების შენარჩუნებიან, თავისი ადამიანობის შენარჩუნებიან და სიცოცხლის შენარჩუნებიან. მაშინ, როდესაც
თან დაშვება კეთდება იმისა, რომ არის ისეთი სიტუაცია, სადაც შეიძლება რომ ხორცის ნაცვლად იყოს ადამიანის ხორცი, ანუ დაშვებული არის. და ანუ იმიტომ ამას ჩვენ არ ვიკითხავთ თუ ეს დაშვება არა გვაქვს, ხო? შაურმას თუ არ ეხება საქმე. და შეიძლება, ჰა? მე უფრო სპეციალურად დავჭა მაგ მომენტზე, რომ უბრალოდ ეს იყო შემოტანილი უფრო იმისთვის, რომ გაგვეცნო ცინიკოსი და ანუ მე აქედან გამომდინარე გაგვეგო რატო სვავს ის დილემას ის და რატო იქცევა ის ისე როგორც იქცევა. ნუ თავისთავად, მაგრამ მაინც არის ეგ იმ კონტექსტში ერთ-ერთი მომენტი, რომ არის კონტექსტი უმძიმესი, სადაც შეიძლება შეიძლება ჩვენ ჭამთ ადამიანის ხორცს და ვერ ვაცნობიერებთ და ასეც არის პრინციპში. და სადაც ჭამთ ადამიანს. მათ შეჭამის ერთი ადამიანის სიცოცხლე. და თვითონ არ ჭამს ეგ რაღაც საყვარელს მიუტოვს. არ კი უნდა თვითონ ეჭამა იმან ის მეორე ნაწილი. ვერ შეჭამა. ეს დილება ასაკ ძალიან მაგარი დილემა, რაც ფემითო. თუ ნახავთ, მაგრამ სრულად იცვლება ყველაფერი მთელი მათი არსი და შინაარსი ნააზრევისა, როგორც კი რეალურად ისინი კარს მიღმა გადიან. როგორც კი იმ დაწესებულების მიღმა გადიან, ხო, სადაც რაღაცნაირი თავისი უსაფრთხოება აქვს და სივრცე აქვს ინტელექტუალიზაციისთვის. და ჩემთვის სხვათა შორის ძალიან ის იყო ნიშანდობლივი, რომ რამდენად ხშირად ვახერხებთ ჩვენი გონის გამო რეალობის თუნდაც იგნორირებას, ხო? აი თითქოს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი საუბრების, ძალიან მნიშვნელოვანი დილემების მიუხედავად, რომ აი რაღაცა ჯოჯოხეთში ცხოვრობენ და როგორც კი იმ კარის მიღმა გადიან იმ ბარიდან, თვითონვე ხდებიან აბსოლუტურად დაუცველები და აქტორები იმ რაღაცა ბანალური ბოროტებისა, ხო? იმიტომ რომ სიამოვნებაში მთელი აქტი მათი ბოლოსიც, როგორც თავდება ფილმი, როცა ისინი რაღაც ისევ დილემის წინაშე დგანან, ხო, რომ ან და გაწირონ, ან უნდა თავი გადაირჩინან, ხო? და იმ მომენტშიც ხო ისინი ან უნდა ტირანი იყოს, რომელიც დაჩაგრავს აბსოლუტურად უდანაშაულოს, ან უნდა თვითონ გახდეს ეგრევე იმათი ჩაგრული და მან მაინტერესებს აი თქვენი აზრი რა არის, თქვათ, აი რა გააკეთეს მან თავის ღირსებასთან დაკავშირებით, ანუ მათ თავისი თავი აირჩიეს. მე მგონია რომ მათ ზუსტად რომ თავისი თავი აირჩიეს და მან დაკარგეს ის ადამიანობა იმ მომენტში, ხო? როდის? აი, როდესაც და ხელი უნდა გაარტყა, ხო? ხო, ანუ ვინც არის ის მაინც სპოილერები გავაფრთხილეთ. მეორე ნაწილში ან ბოლო ნაწილში ფილმის ისინი დატყვევებულები არიან ამ პირველი დიალოგის მონაწილენი და ის ხაური ადგილობრივი უშიშროება ესეთ არჩევანს შესთავაზებს, რომ არის ტყვე, რომელიც რაღაცაშია დამნაშავე კონკრეტულად. მათი უახლოესი მეგობარია ეს. არა, ის ვინც არის მონაცილე. სხვა. ხო, წინააღმდეგობის მონაწილეა, ხო, და ანუ მისი გალეულობა უმოჭველი დამტკიცებულია და უნდა დახვიტონ და ანუ ფაქტიურად განწირული არის და ამ დატყვევებულებს თავაზობენ, რომ ვინც სილას გაარტყავს ორჯერ, ის გათავისუფლდება და ამ პირველია მორალური დილემის შესახებ დიალოგის ისინი, რა ქვია, მონაწილენი კონკრეტულ არჩევანს აკეთებენ. ზუსტად უთვლიან, რაზე არ თქვა ამ ადამიანმა, რა თავის შეხედულებებზე ამ ადამიანმა არ თქვა წამების შედეგად უარი, ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პრინციპული რჩება და პრინციპში იმ რაღაცების პრინციპული რჩება, რაც ამათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც ესენი სულ ლაპარაკობენ. გამოხსენეთ რატო? წინააღმდეგობის მოძრაობის ის. ხო, და რაზე უნდა ითქვა? ნუ კაი, არ უარყო ის, რომ მიაჩნია, რომ ჰიტლერის პოლიტიკა არის ესეთი, რომ ესენი თვითონ არიან უცინდისოები და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩამოუთვალეს, რაც მათთვის მთელი ის მომენტები, რაც ამათთვისაც ძალიან ახლოს იყო. ეგ კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს იმას, რომ ზუსტად ხვდებიან ესენი, რომ ერთი და იგივე ღირებულებებზე დგანან. ხო, ვიღაც დამნაშავისთვის ხელის გაყრობა ადვილი იქნებოდა. არ არის ვიღაცა დამნაშავე, არამედ ეს არის იმ ღირებულებების უდანაშაულო ქრისტეს სიმბოლიკა იქ ადვილი ამოსაცნობია ყველგან. ხო, მაგრამ საკვანძო მან არის ერთმანეთში საუბრობენ, ხო, ეს გესტაპოელი და ოფიცერი და მოქალაქე, ასე ვთქვათ რა, ანუ რაღაცა უშიშროების სულსელი, ასე ვთქვათ, დღევანდელი რო ვთქვათ და ოფიცერი, ხო? ეს მთავარი ბოროტი უხსნის, რომ ფიზიკურად ძალადობა არ არის მთავარი. მთავარია, რომ ადამიანობა დააკარგინა, რომ ესენი გახდნენ მოსიარულე გვამები, ხო? ანუ
თუ ჯვალებურად მოკლა, ну ის უბრალოდ გვამი იქნება და ამაში დიდი მიღწევა არ არის, მაგრამ თუ გადააქცევ მათ მოსიარული გვამებად, მაშინ შენი მიზანი არის მიღწეული, რომ დამორჩილებული ყავს მთელი საზოგადოება და არა მხოლოდ ესენი. ანუ თავიდანვე მათ უნდათ რომ მოკლან ესენი ადამიანებად, ხო, ანუ არა ფიზიკურად, არამედ მოკლან მათში ეს ღირსების შეიძლება თქვი, ხო. სიცხულზე თქვენს ლაპარაკობთ, მაგას უხსნეს, ხო, თავარია რომ ესენი მიიყვანო იქამდე, სადაც საკუთარი თავის შერცხვებათ, ანუ საერთოდ შერცხვება რომ ის მას ქვია ეს სახელი, ან ის რაღაცას წარმოადგენს. და მთელი მიზანი ეს არის, რომ იქ ფიზიკურად, ანუ თავიდანვე შეთანხმებულები არიან, არ ვიცი, ფილმში მე მგონი ისე არ ჩანს, მაგრამ წიგნში ჩანს, რომ თავიდანვე შეთანხმებულები არიან, რომ უნდა გაუშვან. ანუ ესენი არ უნდა მოყოლ, მიუხედავად იმისა, რომ მე სხვანაირად ტარდება, მაგრამ და ანუ ფიზიკურად ცოცხლები უნდა გაუშვან, მაგრამ სულიერად უკვე უნდა იყვნენ მკვდრები და აი მანდარი უკვე ეს საკითხი შესაძლებელია თუ არა საერთოდ, რომ ამას მიაღწიოს იმითი, რომ მიიყვანოს ადამიანი იმ კონდიციამდე, სადაც ის ვეღარ ხვდება, რომ არის ადამიანი, იმიტომ რომ ეს არჩევანი გააკეთა. კი, და მან ის არის 2-3 რაღაც პირველი შერასწამობ დასაწყისში ახსენე, მაგრამ ფორმულირებულად ამ ნაწარმოებშია ეს გესტაპოელი ამბობს, რომ მოქალაქე, რომ ღირსება სანამ აქვს ადამიანს და საკუთარ თავის პატივისცემა, ის მანამდე იბრძვის და ის წვეთს ბრძოლას, როდესაც უკვე საკუთარ თავის პატივისცემა არ აქვს და ეს არის ამოცანა და აქვე მე შეჯამებისკენ ჩვენს სამყაროზე როცა გადმოვალთ უკვე დღევანდელობაზე, მნიშვნელოვანი ამ რაღაცის დამახსოვრება, იმიტომ რომ ჩვენ თვალწინ ხდება პრინციპში, რასაც მოქალაქეებს უკეთებს ნებისმიერი სისტემა და უკვე ბოლო პერიოდში ჩვენი სისტემა ზუსტად ამას ემსახურება, რომ ბრძოლის ჩაკლა უნდა იმით, რომ უბრალოდ ადამიანებს ისეთი რამაც აკეთებინოს, თუნდაც თავისიანებს და თუნდაც წინააღმდეგობაში მყოფებს, რომ ხალხმა დაკარგოს საკუთარი თავის პატივისცემა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ფილმში ნახვა. მაგრამ იმ ახალგაზრდამ არ იცის, ანუ გახსოვს ეს ეკითხება, რომ შენ როგორ ფიქრობ, რატო ყავსო ეს 4 საერთოდ და ისე რომ არ ვიციო. აი ეგ არის კიდე ერთ-ერთი შემზარავი, რომ ანუ ის ასრულებს ბრმად და მე ეს ერთგვარ ლექციას უტარებს. რა, როგორ წარმოგიდგენია ახლა შენ ამა თუ ესეო. კარგიო თქვა თუ ნაცემსო და ცოტა ყვაში რომ მოხდათო გაუშვებო და ისინიო გააგრძელებენ, ბრაზს წაიღებენო და გააგრძელებენო შენზეო იმასო, რა ქვია. მოიგესო ისე ისე უნდა მათში უნდა მოკლაო ხო ადამიანიო იმისთვის რომ მე მთლიანად თელ საზოგადოებასაც მე მოყვებიანო რა. და თან მნიშვნელოვანია რომ არ უთხრა რის გამო გალახიო. რომ თუ თქვა ეცოდინებათ რომ თქვა ამის კეთება ამ სახელმწიფოში არ შეიძლება, ამას აირდებენ თავიდან და თუ არავის არ ეცოდინება ეს 4 კაცი რატო გალახეს, რატო იყვნენ დაჭერილებიო, ყველაფერი შეიძლება. მასობრივი შიში. წინვალი აღწერა არის პრინციპში ნებისმიერი ტოტალიტარული ავტორიტარული. საინტერესო მას ავტორს უკვე ფუკო წაკითხული აქვს რომ ვერ ეწერს ამ რაღაცას. 63-ში არის დაწერილი წიგნი და ზუსტად ამაზე მინდა რა, 63-ში ჯერეთი აი ეს ღირსების და საკუთარი თავის არცოდნის საკითხი ძალიან კარგად არის ნაითი ქვია ნაწარმოების სელიმის პროცესის შესახებ, სადაც ალქაჯებზე დევნა იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბოლო ეპიზოდში ერთ-ერთ კაცს აღიარებინებენ ბორო ძალებზე მუშაობას თუ რაღაც მათ მიდევრობას და დააწერინებენ სხვა ადამიანებზე იმას, კი და აღიარებინებენ რომ ის სხვაც მონაწილეობდა ამ ყველაფერში. და ეს ინკვიზიცია როცა უკვე ბოლო სცენა არის, როცა ეუბნებიან რომ აი დოკუმენტი უნდა მოაწერო და ამ კაცმა არ იცოდა რომ ამის ხელი უნდა მოეწერა რა, ეუბნება რომ მე ხო უკვე ვაღიარე და გამიშვიდა დამანებეთ თავი და არა ვარ, ამას უნდა მოაწერო. და მაგ მომენტში ეს კაცი ვერ აწერს ხელს და ნუ ეკითხებიან რომ რატო ვერ აწერი, იმიტომ რომ მოგვატყუე თუ იმიტომ რომ რაღაც და ბოლოს ყვირის რა ის თამაშობს. ძალიან ცნობილი სახეობა, რომელიც ახლა დამავიწყდა. ყვირის რომ because it's my name, რა, ანუ ჩემი სახელი არის რა, როცა დავწერ ეს სახელი იქნება დაფიქსირებული და უკვე ხურც შესხმული და ისტორიაში სადღაც იდება რომ მე ვარ ის ვინც ჩემი თანამოქალაქე ჩაუშვი რა და ამ სახელს უფრთხილდება და უარს ამბობს და თვითონაც კვდება რა აი ამ სახელის შენარჩუნების გამო და ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა შეიძლება თქვი მაგ თვალსაზრისით ერთ-ერთში იმეორებს რა და მეორე ეს არის ორველის მერე დაწერილი და 84-ში პრინციპში რასაც უკეთებენ ვინსტონს აი ამ წამების საშუალებით თავიდანვე ჯერ ამოწმებენ თუ გასულ წიგნის განმავლობაში როცა ობრაიანს ხვდება მთავარ პროტმოქმედს ასე ვთქვათ პარტიაზე მომუშავეს ის ეკითხება რას არ გააკეთებ შენ იმისთვის რომ თავი გადაირჩიო
და ის ყველა რაღაც ბავშვებს მოკლავ იმისთვის, ჩვენი იდეისთვის, კი მოკლა. რაღაცა მოწამლავ მთელს ჭას, რომელიც სოფრებია, კი ამას ვიზამ და ჯულიას ანუ მის შეყვარებულს ეუბნებიან, შენ მას უღალატებ და არაო ამას ეუბნება და ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ცოდნაო და ბოლოს ციგნის ზუსტად ამას აკეთებინებენ, იმიტომ რომ უკვე იციან რა იყო უინსტონისთვის, თავარი გმირისთვის, წითელი ხაზი, რის მერეც ის უკვე საკუთარ თავს დაკარგავდა და ეს იყო ჯულია და მაგას როგორც კი უარყოფინებენ, მე უშვებენ და ზუსტად ის არის, რაც არის ამ ციგში და ფილმში აღწერილი მეხუთე ბეჭედში ის უინსტონი უკვე არის ცოცხალი მკვდარი, ანუ ადამიანის სხეული, რომელსაც უკვე საკუთარი თავი აღარ გააჩნია და ძალიან ამ ორველთან ერთად ეს ნაწარმოები ძალიან კარგად ჯდება რა აი ამ წამებისა და საკუთარი თავის უარყოფის კონტექსტში. მაგრამ ერთი ის არის და კონტექსტი ახსენეთ ძალიან ხშირად და მაგაზე მაინტერესებს ანუ რაღაცნაირად აი გიორგობის თვეში არის საბჭოთა კავშირი ფილმებიდან უფრო ვიცი ცოტა ხანი მომიწია ეგ ცხოვრება მაგრამ პირდაპირ ტექსტები არის ხოლმე რომ ეხა ესე არის მაგალითად რა აი ცუდი და კარგის გარჩევა როგორც მოცემულობა რაღაცნაირად რომ ეხა ესე ანუ ვერაფერს ვერ შეცვლი ანუ ცუდი არ არსებობს ყველა ესე აკეთებს მაგალითად რა ანუ ეხა სკოლიდან მოყოლებული კონფორმიზმზე საუბრობ ეხა რეალურად როცა რაღაცას გეუბნებიან რომ აი ეს არის და ჩვენ ვიცით ჯერა იმის რომ ჩვენ წესების მიღმაც ვიცით რა არის კარგი და ცუდი. არ ვიცით თქვენ ამას როგორ უყურებთ. ანუ მე არ მჯერა რომ მხოლოდ წესებმა განგვსაზღვროს, მე ვფიქრობ რომ ამ წესებსაც გრძნობამ დაუდო საფუძველი. ანუ ჩვენ რაღაცნაირად ვგრძნობთ იმას რომ არასწორი არის სიმონის ჭიქა წყალი რომ დავლიო ეხა მე ხო რაღაცნაირად. ანუ მიუხედავად იმისა რომ ეს ჩვენ კულტურამ დაბადა ეს წესი თუ მე ჩემში ინგლისის სახით შემოვიდა მშობლებმა რომ გამზდარი და ასე შემდეგ. ამიტომ ცოტა მე არ მომწონს, როდესაც კონტექსტ აბრალებენ, იმიტომ რომ ღრმად დარწმუნებული ვარ, სადღაც უახლოეს მომავალში, ძალიან ბევრი ბოროტმოქმედი, რომელიც დღეს ძალიან ცუდ რაღაცას აკეთებს და თავის მოქალაქეების ტანჯვაზე იღებს პასუხისმგებლობას, ამას იტყვის, რომ ესეთი დრო იყო მაგალითად და ეს მოსმენილი გვაქვს, რომ ნაცისტურ გერმანიაში იგივე თქვეს, საბჭოთა კავშირში იგივე თქვეს და პრინციპში პუტინის რუსეთში იგივე სიტყვიან და ჩვენთანაც მაგას სიტყვიან და ჩვენ უკვე არაერთხელ გვაქვს იგივე რამე ჩვენ საზოგადოებაში მოსმენილი ხო რაღაც მოსამართლეები, რომლებიც ადრე უკანონოდ ასამართლებდნენ და გეუბნებიან დღეს, რომ ესეთი დრო იყო. და პატიობ თითქოს აი ამ დროს ვაბრალებთ ხოლმე, ანუ პირადი პასუხისმგებლობა გაწეული არის აქედან. და მე ძალიან არ მომწონს, როდესაც ბოროტს და კარგს ამ კონტექსტს მივაბავთ და კონტექსტი მივაბით იმას, რომ ჩვენ არ ვიცით რა კონტექსტში და კონტექსტის ცვლილების შედეგად როგორ მოვიქცევით, თორე კონტექსტით არ გაგვიმართლებია მაგალითად ღირსების დაკარგვა ან ტირანია. ნახე. კონტექსტი შეგეცვალა ბოლოს 3 თვეში მაგალითად. არა. არა, არაფერი შეიცვალა შენთვის ის კონტექსტი რაც 3 თვის წინ იყო, უბრალოდ გამძაფრდა. თორე შენი ქცევა? ჩემი ქცევაც გამძაფრდა კონტექსტთან მიმართებაში. შეიცვალა? გარკვეულწილად კი, ოღონდ უკანასკნელა. ნუ გააჩნია, რას ვეძახით უკეთესობას, მაგრამ წინააღმდეგობა, რომელსაც გრძნობდი, გაძლიერდა, თქვათ. და ძალა შენ თავში როგორ ფიქრობ, რახან უფრო მოიღრუბლა, შენ ფიქრობ, რომ შეგერყა და უფრო, თქვათ, რაღაცნაირად იმას ფიქრობ, რომ ვერ გაუძლებ თუ ვინც ფიქრობ, რომ გაუძლებ. არა, რაც გეგონა ისე იქცევი თუ არ იქცევი, რა არის ინტერესი. არ ფიქრობ, რომ ვერ გაუძლებ, თუმცა მეტი რესურსი მეხარჯება მაგალითად, მეტად დაღლილი ვარ, ზოგჯერ უფრო მეტად ცუდ ხასიათზე ვარ, თქვათ, მე მეტ ფასს ვიხდი, ხო? მაგრამ ნახე, კონტექსტი რაშიც მე ვარ, რა პოზიციაშიც მე ვარ დღეს, მაინც ის არის დარჩენილი, ასე თუ ისე, ანუ რადიკალური ცვლილება არ მომხდარა. რასაც შენი ძახი ძალიან სწორია. რომ ხო, აი ამ მთელი ბოროტების, უზნეობის ერთგვარი გამართლება, რომ ასეთი დრო იყო, ეს არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა ჩემი აზრით, ხო? იმიტომ რომ აქაც ნახე ისევ და ისევ აი ჰანა არენდის ბოროტების ბანალურობასთან გვაქვს საქმე, რომ რა ვქნა, ყველამ გააკეთა, ყველამ ხელი მოაწერა. რახან ყველამ ხელი მოაწერა, თითქოს დიფუზურია პასუხისმგებლობა, ხო? ან მარტო მე აღარ მეხება. მე ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას და წნეხს ვერ ვგრძნობ და რაღაცნაირად გასული ვარ აი ამ ჩემი ღირსების შელახვის იმიდან. მეორე თემა არის კიდე ის, რომ აი შენ კი იცახი, რომ იმის და მიუხედავად რომ არსებობს წესები, ჩვენ გულის სიღრმეში მაინც ვიცით რა არის სწორი და რა არ არის სწორი, სულ რა არ იყოს წესები. ჩვენ არ ვიცით რა გვეცოდინებოდა. ჩვენ არ მოვსულვართ სამყაროში, სადაც წესები არ არის. არ ვიცით.
ანუ მე ესე მგონია, რომ ზუსტად იმიტომ არსებობს წესები, რომ შენ იცოდე წესები, თუმცა ამ წესებთან მიმართებაში შეგეძლოს ერთგვარი მოდიფიკაცია. აი თუ ძალიან გწყურია და ეხა ასტმის შეტევა დაგემართა, უნდა დალიო ჩემი ჭიქიდანაც წყალი. მაგრამ თუ ეს უკანასკნელი წყალია, რომელიც მე მჭირდება სასიცოცხლოდ და შენ რომელსაც გაქვს, მაინც მოხვალ და დალევ ეს უკვე სხვა კონტექსტია, უკვე სხვა საქციელია, სხვა ტიპის პასუხისგებლობაზე გავდივართ. აი იგივე ის ვახსენეთ, ხო, სახელი ვერ დაწერა, ანუ თავის სახელი ვერ შეიტანა ისტორიაში, როგორც ერთგვარმა მოღალატემ. მაგრამ რამდენი დანოშჩიკი ყავს საბჭოთა კავშირში, რატომ? იმიტომ რომ ანონიმკები იყო. იმიტომ რომ იქაც პასუხისგებლობა არ იყო, რომ შენი პირადი სახელი შევიდოდა ისტორიაში. და დღეს თანამედროვეობაშიც მე მგონია, რომ იმის და მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი სახელი და გვარი ვიცით, რომელიც არასწორად იქცევა, მანდ მუშაობს ის, რომ მათ არ სჯერათ, რომ აი ტირანის იმაში შეიძლება იყვნენ რა. გონია თუ კარგს აკეთებენ? ხო, შეიძლება ეგონოს ვიღაცას, რომ კარგს აკეთებს, ან ჯეროდეს გულწრფელად, რომ კარგს აკეთებს, ამას რატო არ უშვებთ? ყველასია. მაგრამ ესეთ დაკვირვება არსებობს, რომ როცა ატერორებ რაღაცა ჯგუფს ხალხის, მე რაღაც ხალხის ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილი იწყებს ერთი რომ რაციონალიზაციას იწყებს საკუთარი ქცევის, რომელიც არის სისუსტის დამალვა და სხვა, მაგრამ ერთ-ერთი ფენომენი, რაც არის გამოკვლეული, არის ის, რომ შენ იწყებ ისეთი იდეოლოგიების ხარდაჭერას, როგორც არის მაგალითად ნაციონალიზმი. იმისთვის, რომ მე გამართლდეს შენი ქცევა იმ სამყაროში, ხო? ანუ შენ გეშენია, რომ ფიზიკურად რაღაც დაგემართება და გჭირდება მე პასუხი იმისთვის, რომ ახსნა, რატომ არ გაანძრია ხელი. ხო, ну, ისინიც ხო არის ეს რაღაც დამკვირვებლის ეფექტი, რაღაც ცნობილი кейსი რა ის კიტი გენოვეზის ეგეთი ნიუ-იორკში კლავენ ქალს და რაღაცა ამ თავდაპირველი აღწერით იყო, რომ 30-ზე მეტი ადამიანი იდგა და არავინ არ დარეკა პოლიციაში და ну, ეგ არის უკვე როცა დიფუზიაზე როცა საუბრობდით ხო პასუხისმგებლობას, ისინი ფიქრობენ, რომ სხვა გააკეთებს. ანუ აქ ხო ბევრი ხალხია და რაღაცა უნდა გავაკეთო. ანუ ის კი არის, რომ მე თქვათ ბოროტი ვარ, ბოროტებას ჩადი მჯერა ბოროტების და სხვა უბრალოდ ფიქრობ, ეს ჩემი საქმე არ არის, ანუ ვიღაცის ხვის საქმეც არის და უამრავი კვლევა არის მაგაზე ჩატარებული, როცა აი მაგალითად ესეთი საინტერესო კვლევაა ოთახში სვამენ ცდის პირს, როგორც ეძახიან და შემოდის ბოლი და მე შეატყობინებს თუ არა, რომ ოთახში კვამლი, ანუ საფრთხე გაჩნდა, შეატყობინებს თუ არა განებს ექსპერიმენტის ჩამტარებლებს და თუ მარტო ატყობინებს, მაგრამ თუ ორ კაცს კიდე დაუსვამ. ანუ ფიქრობს, რომ ისინი თუ ხმას არ იღებენ, ესე იგი რაღაცა ესეთი ნორმა, ან რა ვიცი, ეთყობა არ არის საშიში. ამიტომ ჩვენ ახლა რაც ვაგვირდებით, ესეც არის, რომ ძალიან დიდი რაოდენობა ხალხის, ან დიდი ნაწილი საზოგადოების ერთმანეთს უყურებს, რომ რა ვიცი, ესენი თუ არ იღებენ ხმას, ის თუ არ იღებს ხმას, ეს თუ არ იღებს. იქნება არ ცხდება არაფერი. ანუ ეს აქტიური გამართლება კი არ არის იმისი, რომ თქვა რეპრესიები კარგია, ჯარიმები კარგია, წიღეს ჩასმა კარგია, მაგრამ ამას რომ თუ ხმას არ იღებს, ესე იგი როგორ არ იღებს? იქნება ესეთი მიღება. ანუ ჩემ გარშემო თუ არავინ, აი თქვა მუშაობ სკოლაში და სადღაც თბილისში რაღაც მასწავლებელი დაუჭირეს, მაგრამ ჩემთან არ დაუჭირეს, ჩემთან ხმას არ იღებს არავინ და ჩემ გვერდზე კოლეგები თუ ხმას არ იღებენ, ალბათ ხო, რა ვიცი რა, ალბათ ეგეთი წესი არსებობს, რომ უნდა დაიჭირო მასწავლებელი. ხო, ან თუ ამოიღებს, ვიღაც სხვა ამოიღებს და მე შევუერთები მეც, ან საერთოდ ეს სუვერენიტეტი ხომ მნიშვნელოვანია და იქნება ეს ყველაფერი ხელს გვიშლის და მე ვეძებ ჯგუფს, რომელსაც უნდა მივეკეთლო და თქვა, რომ ჩვენ მაგრად დავდგებით ერთად საქართველოს სადარაჯოზე. ჩვენ გავმკლავდებით დიპსტეიტს და რაღაცა ეს არის ბუნებრივი რეაქცია და ეს ძალიან ჩვენათაც არის მოფიქრებული ეს ტერორი, რომ სწორედ ეს გრძნობები გაუჩინო ადამიანებს. რომ ანუ უბრალოდ სახში არ დაიმალოს, არამედ ამ ჯგუფს შეუერთდეს, რომელიც ატერორებს საბოლოო ჯამში. ლოიალური გახდეს მათ. ხო და ბოროტების ბანალურობის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ეგ, რომ მე არ მაქვს პასუხისმგებლობა. ფორმიანს აქვს, ჩემ ზემდგომს აქვს, მიბრძანა და ამიტომ გავაკეთე. თორემ მე მაგრამ
მანდაც არის დილემა, ხო? სოკრატეს სიკვდილის წინ თავაზობენ, რომ უნდა წავე გაიქცეს, ხო? შეუძლია რომ გაიქცეს, მაგრამ ეს ამასო თუ კანონები ასეთია, მე რომ გავიქცე, იქნება უსამართლოა. ანუ მე აღარ ვიქნები კარგი მოქალაქე და ქრისტიანულად არ გამოვა კარგი ამბავი, მაგრამ თავს წირავს ამ მოქალაქეობის გაგებას, ხო, საბოლოო ჯამში. და ესე რომ ეგეთი ხალხიც არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ თუ კანონი არსებობს, ის კანონი სამართლიანი ნებისმიერ შემთხვევაში. მე მქონდა ერთხელ გამათი გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული რაღაცა თუ კულტურის გაყოფილების ხელმძღვანელთა, რომელიც ამბობდა, რომ სტალინი უსამართლოდ არ ხრებდა ხალხს. ესეთი კანონი იყო. ანუ სამართლიანი ლეგალური იყო, რაც წაკეთებდა რეალურად ამას ამბობს. რაც ნუ თავისთავად ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ის საერთოდ მოვიდა, მაგრამ დღეს ამტკიცებდა ამას, რომ მე რო ათასობით ხალხი, ისინი უდანაშაულობები ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ გაასამართლეს. ანუ იმ დროინდელი კანონით დაადგინეს, რომ ის დამნაშავე იყო. და ასე ფიქრობს დღესაც, ხო, აი, სადღაც თუ წერია, რომ გაარტყა, სილას თუ გაარტყა პოლიციას, კანონში წერია ეს, რომ ეს შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც თავდასხმა, მაშინ კანონია. და ამ ადამიანებს დილემები აღარ აქვს მე ამ არჩევანის გაკეთების დროს. მან არის ზუსტად მორჩილების მომენტი, მიღების მომენტი, რაღაცა გადაუმოწმებლად, გადაღეჭვის გარეშე, რაღაცა ინტროექცირებული სიმართლე, თუ მიგაჩნია, რომ ის ავტორიტეტი, აი, თქვენ რაც ახსენეთ, რომ თქვათ ხმას არ იღებს, იმიტომ რომ იყურება აქეთ-იქით და ხედავს, რომ მისი კოლეგა, მისი, არ ვიცი მე, კონკრეტული დირექტორი, მისი მეზობელი ხმას არ იღებს. და შენ შეიცხადე, რომ კი, მაგრამ როგორ არა ჩვენ ხო ვიღებთ. აი ჩვენ თუ ხარ სხვა, რომელიც არ არის ავტორიტეტული, მაშინ ის ხმას არ ამოიღებს. აქ ეს მომენტიც ხო შედის, რომ ანუ ვის ბრძანებას ასრულებ, ვის მოთხოვნას ასრულებ, ვის დაძახილზე გამოდიხარ. ანუ სანამ შენ ჯგუფის წევრი ხმას არ იღებს, შენ მიგაჩნია ეს ყველაფერი შენ არ გეხება და იქ ვიღაცა გიჟები არიან შეიძლება, ან ვიღაცები, რომლებიც სამართლიანად დაიჩაგრნენ, ან არ გაინტერესებს, იმიტომ რომ შენ ჯგუფს ეს არ ეხება. და აი ამ ბოროტების ბანალურობაში ერთ-ერთი მომენტი გარდა დიფუზური პასუხისმგებლობის განცდისა არის კიდევ მეორე, ანუ ავტორიტეტის მიმართ მორჩილება. ხო, აი მთელი მილგრემის ექსპერიმენტი რა არის, რომ ის ტიპი, რომელიც იძლევა იმას, რა ქვია, დავალებას და ბრძანებას, იმის მიმართ ადამიანს აქვს აი ამ ჩვეულებრივ ცდის პირს აბსოლუტური ნდობა და მიაჩნია, რომ ეს ესეა სწორედ იქ იმათი ჯერათ. ისეთ კაი რამებს ამბობთ, სულ მინდა ხოლმე ჩავერთო და ჩაწერასაც ვერ ვასწრებ. ეს იწერება და არა რომ თქვა რაღაცა, მე მეგონია რომ გენიალური იდეები მოვთვის და მინდა. გისმენთ. დავიდოდა რომ მეთქვა რომ იქნება ეს ეგ ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე რომ ძალიან ქრისტიანული კულტურა ვართ, ხო? და რაღაცა. თუნდაც ესე არა უეჭვებთ. ნუ ერთი გაგებით რაღაცა ქრისტიანობის ისეთი ვერსია გავრცელებული, ზოგადად ესე ვთქვათ უმრავლეს შემთხვევაში რომ არც უმაგისობაა, რომ თითქოს აი კაი ვერსია ძალიან ხელმისაწვდომი იყო და ჩვენ ამას არ უერთგულეთ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. რას გულისხმობ, რომ რომელიღაც ინასწავლეთთან არის, რომ რაც დაემართება მსესხებელს, ის დაემართება გამსესხებელს, რაც დაემართება მღვდელს, ის დაემართება მის მრევლს, მის ერს. ესე ვთქვათ, არ არსებობს აი ეს ქრისტიანული გაგება, რატო არ არის ქრისტიანობა, რატო არის ქრისტიანობის დეფიციტი, ესე ვთქვათ, ბიბლიური წარმოდგენების დეფიციტი. იმიტომ რომ ქმნილებას ვერ ვხედავთ როგორც ერთ მთლიანობას. ქმნილებას? მთელ ქმნილებას. თელ სამყაროს, ადამიანებს, კაცობრიობას. არა მარტო კაცობრიობას, არამედ მთელ ქმნილებასაც. ხო? მარტო კაცობრიობა არ მთელი ქმნილება უნდა იქნეს, ესე ვთქვათ, ახალ ყოფიერებაში მიწვეული და დამკვიდრებული. და ეს სახარებისეული მაქსიმებია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ის 99 ცხვარი, ის ერთიც უნდა სუმთლიანად. აი ეს უმცროსი შვილიც უნდა დაბრუნდეს, ის დაკარგული მონეტაც უნდა იპოვო, ის ცხვარიც უნდა იპოვო. აი ისე გამორიცხულია, ესე ვთქვათ, სიცოცხლის გაგრძელება. და როდესაც შენ უშვებ იმას, რომ სხვა შეიძლება დაიჩაგროს,
ეს სწორედ შენ ფიქრობ, რომ შენ შეიძლება გადარჩე ინდივიდუალურად, ლოკალურად, აი პატარა შენ ჯგუფი გადარჩება. მართლები ხარ, ჩემ ხარის არის ყველა, რა ვიცი. კი, ჩამოთვლი. და ეს აბსოლუტურად ეს ძალიან მწარე ტყუილია, რომელსაც სხვა შორის ეს ტყუილი შეიძლება პროტესტის მხარეს მდგომ ადამიანებს ჩვენც გვჭირდეს, ხო, რა. არავინ ცალკე არ გადარჩება რა. თუ ქრისტიანულ წარმოდგენებში ვჩებით და ასეც რომ არ იყოს იდეაში, რაღაცა ჰუმანური თუ რაღაცა, ხო, რაღაც ესეთი ამბებითაც რო შევხედოთ, ასეთ ამბებს სიტყვით ყველა ამბობდა კარგად, რომ ყველასთვის, ესე ვთქვათ, ერთნაირი სიკეთეები, ხო? ეს ერთი და მეორე რაც მინდოდა კიდე მეთქვა უცლებად, რომ ძალიან მიკვირს როგორ შეიძლება ასევე ქრისტიანს და ღმერთის მორწმუნე ადამიანს ასე უყვარდეს, ასე მოსწონდეს სისტემები რა. სახელმწიფო, რაღაცა კანონები, რაღაცა ინსტიტუტები. არ მოსწონს. არა აღიარებს ავტორიტეტი, ამბობს რომ ხელშეუხებელია დადგენილია, აქ მუნდირია ვიღაცის, ხო? ამას ხო არ აცნობიერებს მაინც. არა დარწმუნებულია მაშინ. ბევრი მე ვიცი რომ ადამიანებს ეს მოსწონთ რომ არის ვიღაცა, ვინც ეს თქვათ მათ რაღაცა შეუზღუდავს, აუკრძალავს, რაღაცა თავს დაადგამს, რაღაცა ეს ხო. აი ისევ საკუთარი თავის ღმერთად ვერ დანახვის და ვერც წარმოდგენს. იმიტომ რომ თავის არც დაუშვებს, არც უშვებს, რომ ის შეიძლება ხო. არის სხვა და თუ ქრისტიანული კულტურაა თქო, ეს პირიქით ეს საკითხები უნდა იყოს წინა პლანზე. ძალიან კაი, აი რაც თქვით მაგას დიდი ხანია მიტრიალებს, უბრალოდ რაღაცის გამო ვერ გავაკეთე კომენტარი შესაბამისი. ახალგაზრდა ბიჭები არიან სამთავრობო მხარეს და რაღაცა პოდკასტი და ეს აზრებს უზიარებენ ხოლმე საზოგადოებას და ასეთი რაღაცა თქვა ერთ-ერთმა მათგანმა რომ მადლობა ღმერთს რომ ჩვენო წილხვედრი ქვეყანა ვართო და გვაქვსო რაღაცნაირი ალღო ყოველთვის ვიცოდეთ ვის უნდა გავყვეთო. აი გალღო გვაქვსო, იმიტომ რომ წილხვედრი ვართო და ღმერთიო სულ გვიგზავნის, ნუ ალბათ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდა კონკრეტულ შემთხვევაში, ხო, რაღაც აი ეხავა ის გქონდა და ჩვენო ქართველებიო სულ და აი აბსოლუტურად პირველი რაც იყო ჩემი ფიქრიც იყო რომ აბსოლუტურად არაქრისტიანული ამბავია ეს განმანათლებლობაზე და იმაზე აღარ ვსაუბრობ საერთოდ რომ შენ ერთი მხრივ გაქვს რაღაცნაირი დოქტრინა რომელიც ამბობს რომ თავისუფლება და ავტორიტეტი კი არა შენ იმიტომ რომ შენ ყველგან გასმის ხო და მაინც არ და ეს თქვენაც რა ჩვენთან გავრცელებული ანუ ფოკუსის გადატანა ღვთისმშობლის ფიგურაზე და მან დანახვა თითქოს რაღაცა ქრისტიანული იმისი დოქტრინის რომ გაყოლა ვიცით თუ რაღაცა გვიგზავნის და მიუყვებით და ეგ არის ჩვენი რაც გამოგვარჩევს დანარჩენი კაცობრიობისაგან და აქტორი არ იყო აქტორი იმიტომ რომ ნება არ იყოს შენი ანუ ნება ჩემი რას ნიშნავს რომ მე ვიღებ პასუხისგებლობას ხო მე ვაკეთებ არჩევანს არა ანუ ეს საყოველთაოდ მე უყურებ განათლების პერსპექტივიდან და პრობლემა რაც არის ადამიანისთვის რომ ვთქვათ ასეთ საკითხებზე არჩევანი გააკეთოს არის ასევე იმ მეთოდების არსენალში რაც მას გააჩნია აი ისე დავუბრუნდეთ ხო რაღაც ძველ ბერძნულ კლასიკას ფილოსოფიას ანუ იქაც მიდის მსჯელობა იმაზე როგორ შეიძლება გაარკვიო რა არის სამართლიანი და რა არ არის სამართლიანი ხო მაგალითად და ყველაზე მარტივი გზა იმისი რომ შენ დეფინიცია შეიმუშაო არის რომ დაფიქრდე იმაზე რა არ შეიძლება რა იქნება და უსამართლოდ ანუ პოზიტიურად კი არ განსაზღვრო რომ სამართლიანობა არის რაღაცა ტიპის სამყარო არა და მე მოიფიქრო დეფინიციები რომელშიც ვერ გამოგიჭერენ არამედ შეიძლება თქვა რომ აი უსამართლოა რა ვიცი როცა ლევანი დალევს ჩემ წყალს ან უსამართლო არის როდესაც რა ვიცი თქვა კანონი არ სრულდება ისე როგორც არის და როცა აგრძალვებზე ანუ აგრძალვები უფრო მარტივი გზა არის იმისთვის რომ დაინახო როგორ უნდა იყოს მოწყობილი სამყარო მაშინ ხო ანუ მაშინ ძალაუფლება ვისაც აქვს იმას მიყვები და გიხარია რომ აი ვიღაცამ განგისაზღვრა რა სად შეიძლება იყოს თავისუფლება და სად არა ხო თავისუფლებაც ხო ჩვენ ლაპარაკობთ მანამდე ეს მნიშვნელოვანია რომ ქართულში თავისუფლებას თავისი ვთქვათ სემანტიკა აქვს ხო რომ ეს შენი თავის უფალი ხარ ხო ანუ შენ შეიძლება გადაწყვიტო შენი თავი
როგორ წარმოიდგენი, ანუ შენ ხარ შენი თავის ბატონი. ასე ვთქვათ, ხო? რაც არ არის მხოლოდ შეზღუდვაზე ლაპარაკი და არ არის მხოლოდ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი, ანუ უფრო მეტია კიდე. ამას და რომ უნდა შენ იყავი თავისუფალი, უნდა რომ შენ ემონები სხვას სინამდვილეში, ხო? ანუ გათავისუფლდი და ეს მეგონია რომ არ აქვს ესეთი ოკეი გავრცელებულება რაღაც სხვა შენ არსები და მოუწევნა თავისუფლება შეიძლება ჯობდეს რომ სხვა იყოს მაგრამ სემანტიკა ხო ნუ მე რა ქართული სემანტიკა არ განსაზღვრავს იმას რა არის თავისუფლება გერმანული უფრო ახლოს იყოს ჭეშმარიტებას და აი ხელაც რო ახსენე რომ სხვის უფლებებსაც გულისხმობს ისე თავისუფლება რომელსაც აუცილებლად სხვა შემოყავს უეჭვად ჯობია ეგ ამბავი შენ თუ შენ თავს აკონტროლებ აი თავისუფლება რომელშიც შენ ხარ შენ თავის აგერ არის ისე რა ქვია სპეციალისტი თქვას ეს ყველაზე დიდი ისე რა ქვია მაშინ ახარ თავისუფალი შენ თავს აკონტროლებ მაგრამ თუ არ აკონტროლებ ფლობ შენ თავს შენ თვითონ დაუწესე რაღაცა ფლობა შენ თავს ერთი სრულად არაქრისტიანული გაგებით რაღაცა ავტონომიურობის უფრო რაღაცა ინდივიდუალისტური და არა პიროვნული ის ქრისტიანული ბიბლიური გაგებით პიროვნულობის ბიბლიური გაგებით სადაც აი მოკლედ სამების პირებს შორის ურთიერთობით განისაზღვრება ბიბლიურ და ქრისტიანულ სარწმუნოებაში ეს პიროვნულობა და იქ პიროვნულობა თითოეული პირის განისაზღვრება არა მათი ესე ვთქვათ ავტონომიური რაღაცა პირადი თვისებებით არამედ მიმართებითობით ხო სხვა აუცილებელი აკი შენ ფლობ შენ თავს თავისუფალი ხარ სხვა საერთოდ არც იგულისხმება სხვა ძალიან ისეთი სიტყვა რა აი ეგ სიტყვა გარდაცვალება რაღაცები ვიშლის ხელს იქნებ რა ხო სიტყვა ჩვენი იყოს და შინაარსი რატო რა შვება გარდაცვალება ხო იმიტომ რომ პლატონი და არისტოტელეს ახახარ თქვენ და იმიტომ და მე არა ვარ მე მაგათთან ისა მე მაგაში გეთახმებით რომ ადამიანს არ შეუძლია თანი არსებობს თუ არ არსებობს სხვა ხო რა თქმა უნდა ისევე როგორც ჩვენ როცა განვიხილავთ ადამიანს ანუ მე მგონი ფსიქოანალიზის გენიხრები და მეც თერაპიაშიც ხო განსაკუთრებით ბოლო დროინდელ ფსიქოთერაპიაშიც მიდის 70 წლების მერე აქტუალურად იმაზე საუბარი რომ ჩვენ არ შეიძლება ადამიანი დამოუკიდებლად სამყაროსგან განვიხილოთ დამოუკიდებლად კონტაქტი მისი სამყაროსთან არის ჩვენი განსახილველი და არა ცალკე კონტაქტი სხვასთან ხო ჩვენ როდესაც მაგალითად მოდის თერაპიაში ჩვენ თეოლოგია სხვადასხვა ჰოლიზმი თქვენ ახსენეთ ჰოლიზმი და მე ძალიან მესიამოვნა იმიტომ რომ ზუსტად ეგ არის რომ მე არ ვარ მარტო ჩემი რაციო ან მარტო ჩემი ქმედება ანუ ეს ყველაფერი ერთად ქმნის ამ კომპლექსურობას ხო ძალიან თანამედროვე თეოლოგიებს გაგიზიარებთ ამ კონცეფციაში შემოვიჭრა იდილიაში ფსიქორელიგიურ და აი ჰანა არენტი ვახსენეთ ამდენჯერმე და მის სხვა ნაწარმოებში აიხმანი არა და ტოტალიტარიზმის საფუძვლები რომელიც სიმონ მამაჩუკა თავის დროზე და არის სრულიად ფანტასტიკური წიგნი სამწუხაროდ ჯერ არის ქართულენად თარგმნილი იქ ჰანა არენტი განასხვავებს გერმანულენოვანი პლუს ინგლისურად. ოღონდ ეს ინგლისურად არის დაწერილი, იმიტომ რომ იმიგრაციაში დაწერა. განასხვავებს და ერთ-ერთი მახასიათებელი ტოტალიტარიზმზე არის, მაგრამ ავტორიტარიზმსაც რაც ახასიათებს არის ადამიანის გათითოკაცება რა. ანუ ერთ-ერთი ამოცანა არის ის, რომ მიაღწიოს ახლა. იქიდან გამომდინარე რაც ახლა ვისაუბრეთ, რომ ადამიანი თავისი არსით არ არის მარტო მყოფი არსება. და ადამიანი ღირსეული, რომელიც საკუთარი თავის ღირსება გააჩნია, სხვას ხედავს და სხვისთვის მზად არის, ან სხვის ღირსებას აღიარებს და მზად არის, რომ დაიცვას, ის არ აწყობს სისტემას, იმიტომ რომ ეს ნიშნავს მებრძოლ ადამიანს, ეს ნიშნავს წინააღმდეგობას და ლოგიკურად ყველა სისტემა მიდის იქითკენ, რომ რაღაცნაირად განაცალკეოს ადამიანი, ცალკე დააყენოს და მარტოობისგან განსხვავებით ეს რაღაცა ეულად ყოფნა ნიშნავს იზოლაციას ყველა იმ ქსელისგან, თუ მთელი იმ ქსელისგან, რასაც საზოგადოება შეიძლება დავარქვათ და ეხა ელენე მახსენა რომ აი ხშირად სვა უკვე დღეს შეკითხოს რომ როგორ შვება ეს რაღაცას ხო და ჩვენთვისაც ყველასთვის ვინც ცოტა უფრო ფხიზლად უყურებთ საქართველოში ანუ ბურუსის გარეშე ასე ვთქვათ რაც ხდება ერთ-ერთი შეკითხვა არის ხო რომ ეს ადამიანი რას შვება სახლში აი ვთქვათ სრულ მოწმე ხო იმიტომ რომ ეს დილემები ეხა ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ ხო რომ სხვას დავჩაგრავ იმისთვის რომ თავი გადავირჩინო თუ იქნება ეს ტირანის მხარეს ვიყო თუ თვითონ ვიყო ჩაგრული რაღაცნაირად ამ ხალხმა გასცა პასუხი რომ მე სამსახურში მითხეს რომ მიდი ახლა სრულჩვენება მიეცი ანუ რაღაც 60 კაცი გაუშვი ციხეში ანუ მოსამართლე იყავი რომელიც უბრალოდ არ მოусმენდა გაუშვი ციხეში და შენ სახში უნდა მიხვიდე და ჩვენთვის ეს შეკითხვა იმიტომ რომ ჩვენ ჯერჯერობით
ცალკე არა ვარ. ჩვენ ერთმანეთი გვყავს, რომელიც რაღაცას ნიშნავს ჩვენთვის. ანუ მინიმუმ იმით, რომ ყოველდღე ქუჩაში ვდგევართ და ის ვინც ჩაგრული არის, ამით მაინც ვაგრძნობინებთ, რომ მარტო არ არიან ისინი და თან ჩვენ ამით ვამბობთ, რომ ჩვენს ამ ერთობის ნაწილი ვართ. და ამიტომ ჩვენ გვიკვირს, იმიტომ რომ მე არ წარმომიდგენია, რომ ადამიანი გავუშვა ციხეში. ანუ რეალურად არ წარმომიდგენია, ისე ელენეს ვეთანხმები, საქმეზე რომ მიდგება, გადაწყვეტს ჩვენ ცხოვრებას საბოლოო ჯამში და ყოველთვის ასე იყო, ხო? რა ვიცი, მოციქულებიც კი, რომელიც ქრისტეს ერთგულებას ეფიცებოდნენ, როგორც კი საფრთხე იყო, სხვანაირად მოიქცნენ, თუმცა შემდეგ ისევ ბევრად რო გაბედულად დაამთავრეს სიცოცხლე, ხო? ანუ მოწამეობრივად, მაგრამ იმ მომენტში ვერ გაბედეს. ამიტომ ჩემ თავზე ვერ ვდებ თავს, თუმცა ეხა ამას ვამბობ, რომ არ წარმომიდგენია ის რომ მოწმე სახლში მიდის და ბავშვს უყვება ამბავს რაღაცა ვაშკაცობაზე, მეგობრობაზე, ნებისმიერ სხვა ღირებულ რამეზე. ანუ ეს არა მარტო ჩამოშლი, ან სრულმოწმეობა სიტყვაზე, არა მარტო ჩამოშლის ერთ მიმდინარეობას, რომ მე ტყუილი ვთქვი, არამედ ჩამოშლის ყველა დანარჩენს, ხო? ანუ რაღაცეების კეთება აღარ შემეძლებოდა მე რო ესეთი რამე გამეკეთებინა. მაგალითად, აი ერთ-ერთი მოსამართლის და რომელიც იცით ალბათ ჩახსნა ზუსტად აი ეს ურთიერთობა ძმასთან და მივიდა ჩაგრულებთან, მივიდა ვინც ციხეში გაუშვა მისმა ძმამ და ბოდიში მოუხადა მათ და მისი ძმის მაგივრად ყოველ შემთხვევაში სცადა ეს და მე მან ხედავ ზუსტად აი იმას, რაც ჩვენ ჯეჯირობით კიდევ შენარჩუნებული გვაქვს და რატომაც არ წაგვიგია და რატომაც ვფიქრობ, რომ იქით ამ ხარე მორალურად უბრალოდ განადგურებული არის და ამიტომაც ვახსენეთ თავიდან, რომ სისტემა ამას ცდილობს, რომ ეს ხალხი ერთმანეთისგანაც დააშოროს, ანუ სამწუხაროდ თავის ხალხსაც ამას უკეთებს, რომ ისინი ამოგლიჯა ამ ქართული საზოგადოების რაღაცა დიდი ქსოვილისგან, მამაშვილობისგან, რა ვიცი, მეგობრობისგან, რა ვიცი, ნებისმიერი სხვა მიმართებიდან და დატოვა ცალკე როგორც ერთი კონკრეტული ფუნქციის შემსრულებელი ხალხი. აი უბრალოდ ერთი კონკრეტული ფუნქცია იყო სასარგებლო რეჟიმისთვის და მეტი არაფერი. და მან ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დილემა, რომელზეც ეხლა ჩვენ გაბედულად საუბრობთ, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მიადვილდება, რომ მაინც ჩაგრულის მხარე ავირჩიო, იმიტომ რომ იქით ამ მხარე უკვე თვალნათლივ მაქვს, ეს უკვე წიგნში წაკითხული აღარ მაქვს, უბრალოდ ხედავ, როგორი განადგურებულები არიან, ბევრად უფრო და ამიტომ აი ჩვენ თავიდან შევგამაციცავით, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ გინდათ მორალურად ღირსების თვალსაზრისით თავაწეული სიარული, არ ვიცი რა დავარქვათ ამას, აი ეს ყველა ვინც დღეს ჩაგრულად გამოიყურება სისტემის გადმოსახედიდან, ჩემთვის ფეხზე მდგომია და ის მხარე, რომელიც აი თითქოს მოიგეს პრემიები დაინიშნეს, ხელფასები გაიზარდეს, მანქანები აქვთ, ანუ ის რაც ამათ ჯილდო თეთრებათ აქვთ, ჩემთვის წაგებულები არიან ყველა სიტუაციაში და ამიტომ ჩემ სარჩევანზე როცა მიდგება საკითხი, უფრო გამიადვილდება, ესე მგონია, რომ ავირჩიო ასევე ჩაგვრა, ამიტომ ვკითხე ელენეს, რომ ამ პროცესში რამე ხო შეიცვალა. ცოტა მე მგონი რა, ეგ არის ის ხო გითხარი, რომ ის ანტიქრისტეს კითხვა დავიწყეთ ხო ხელახლა და აი მანდ ხა ნიჩე რო იყოს, ხო, გეტყოდა რომ სწორად არ გაიგო. ხო, არა, ნუ ყველაფერზე შეიძლება საუბარი და ის არის, ხო, ნიჩეს ანტიქრისტე, ხო და არა პირიქით. როგორ შეგვაძულეს ნიჩეს სხვათა შორის რა, როგორც როცა გვასწავლდნენ ნიჩე, ფროიდი როგორ გვაძულებდნენ, როგორ ბოდიში მეყოლეს სათქმელი რა, ყველასთან ვისაც შეიძლება გადავდე ესეთივე დამოკიდებულება რა, ეს არის ესე რომ აი იტანჯებოდა, კვდებოდა სიკვდილის წინ აღიარა ღმე რა, მაინც მაჯობენ ნაზარეთს. ხო, რაღაცა როგორ ის არის რა. ცოტა არის ბრძანებდი. ხო და ხო ეს ცოტა, იმიტომ რომ გეტყოდა რომ ნუ აი სუსტის და რაღაცა სისუსტის და რაღაცა ტკივილის და რაღაცა ესე ტანჯვის აპოლოგეტია, ხო, რომანტიზება და აპოლოგია და ის რა თქმა უნდა ჩემი სიმართლე მისას ემთხვევა და კიდევ უფრო შორს მიდის, იმიტომ რომ აი აქ მანამდე სიმონმა თქვა, რომ იქნებ ის დილემაო, იმ წუთში კი არ გაჩნდა, რომ იქამდე მივედითო, ისე მივიდნენო იქნებ, ხო? ის გმირებიო მანამდეც, ხო? ეს სხვაგანაც მომისმენა ასეთი ამბავი, რომ ასე ხდება, რომ უცებ თავზე არავის არაფერი არ დაატყდება. ამიტომ ეს უსამართლობები სულ იყო და სულ თვალს ხუჭავდით. აი ვისაც ძალა აქვს, ის სულ ჩადიოდა უსამართლობას. ნუ აი მაგალითად ახლა თქვა რაღაცა პოლიციელი უსამართლოდ თქვა რაღაცას უშვებდა ციხეში, ხო, რაღაცას ჩაუდებდა, რაღაცას დააბრალებდა, რაღაცას დაჩაგრავდა, უარესსაც გააკეთებდა სხვა დროსაც ცოტა წინ და ცოტა მერე და ახლა და ასე შემდეგ, ხო?
და ეს სულ ასე მოკლედ იყო და ახლა უბრალოდ ეს ჩაგრულები ცოტა უფრო ნათელ მხარეს თუ ვართ და ეს სისტემა იგივე საკეთებს, იმით დაკმაყოფილება, რომ ხა ჩვენ კარგი საქმისთვის ვიდევნებით. აი არ ვიცი რა, რამდენად სწორია ეგ და აქ დასრულება ამბის. გავს მე მგონი ამ მოწამეების ამბავს, რომ ევედრებიან, რომ ისა რა ქვია რა. აღასრულოს სამართალი. ხო, აღასრულოს სამართალი რა. ამ და ხო მინდა რომ თუ შეძლებთ თქვა რომ მარტო კითხვას კი არ ვტოვებ ასე ვთქვათ, არამედ მინდა ვთქვა რომ თუ კი აი რაღაცა მოწამეობას ვახსენებ რაღაცა იმისი არ იყოს რომ რაღაცა როცა გილოცავ იქ ლოცვა არის რა რაღაცა სხვა სიტყვა უნდა უთხრა თუ კი არ ლოცულობ ისევე თუ კი აქ რაღაცა მოწამეობაზე ვლაპარაკობთ რაღაცა ხო რაღაცა ქრისტიანულ კონტექსტში ან ბიბლიურ ნუ ქრისტიანულ კონტექსტში ვხედავთ აი ჩაგრულს რაღაცა ძალადობა ცუდია რაღაცა ეთიკა თითქოს ემთხვევა ხო მაშინ გამოსავალიც არის ის რომ გამოვიყენოთ ის გამარჯვება რომელიც გონია ქრისტიანებს რომ აქვთ ხო აი ქრისტიანებმა მაინც აი ყველაზე წინ უნდა ვიყოთ იდეაში ჩვენ და ესე იგი ეს თქვა რაღაცა ყოველი ადამიანის ესე თქვა შეუცვლელობის პრინციპი არის ქმედება არის პასუხი არის ის რაც უნდა მოსდევდეს იმ შეგუებას და რაღაცა უბრალოდ ღირსებით რაღაცა ხო კმაყოფილებას უნდა მოსდევდეს ბრძოლა შემოტანა მძლავრად იდეის მოთხოვნის რაღაცა რომ ყოველი ადამიანი შეუცვლელია რა ყოველი ადამიანი შეუცვლელი და ჩაგურა ჩემი არის დიდი დანაშაული არ მინდა ახლა ლაპარაკი მტრის სიყვარულამდე არ მინდა ასვლა იქით არ მინდა იქით გადასვლა ჩემიც მეყოფა მე რომ ჩაგრავ ეს არის საშინელება რა აი ხო ეს შეუძლებელია მე ხო უნდა მოიღო რომ არ შეიძლება ჩემი ჩაგვრა არ შეიძლება იმიტომ რომ არავინ არ მოგწევს არ არსებობს ესეთი ცათასასუფეველი რომელშიც ჩაგრული იტყვის რომ მე კმაყოფილი ვარ აგერ ჩემს კუთხეში ვიქნები არ არსებობს ეგეთი ცათასასუფეველი არ მოგწევენ ამის უფლებას რომ შენი კი ყო აი ამ ფილმის ჩაგრული ვერ დადგება და ვერ იტყვის რომ მე ხო თუნდაც რო შვილების ამბავი იყოს თავის რო გაეწირა ის დაემსგავსება მე მგონი სახარებისეულ იმ ადამიანს რომელსაც მისცეს ერთი ლეპტა თუ ორი ლეპტა რომელსაც თქვა რომ ვიცოდი რომ ბოროტი კაცი იყავი და სადაც არ დაგითესია იქ იმკიდი და აჰა შენი უკან წაიღება აი მას დაემსგავსება და პასუხი გვახსოვს ხო რასაც ეთქვის ის დამქირავებელი რომ მით უმეტეს თუ იცოდი რომ შენ ღვთაებრივი ღირსების იყავი მით უმეტეს არ უნდა მიგეცა უფლება რომ შენ თავი ეს თქვა გაენადგურები დაიჩაგრა წაერთმე ჩვენთვის ცხოვრება მით უმეტეს თუ ეს იცოდი ხო და ერთის მხრივ ამბობ ამას მაგრამ არ ვამბობთ ეს ხომ ახლა არის მის რომ ღმერთკაცები ვართ რა კი იგავ ხო მაგაზია ხო და აი რო ჩვენი ჩაგვრა არ შეიძლება ჩვენი ჩაგვრა არ შეიძლება ხო გამონებო თავი კიდე ერთხელ ვამბობ მტრის სიყვარულს და მშაგვრელისთვის დაარწს და რაღაცეებს ხო რა უბრალოდ ამ ბრძოლას სუფთა სასახად პოლიტიკური ის აქვს ხო მიზნები არც სისტემა შეიძლება ისეთი იყოს სადაც შესაძლებელია რომ ვინმე მაგრამ ხო მაგას მაინც უფრო მგონია რომ აი სასულიერო ხო უნდა იყოს ჩვენ კი ეგრეა მაპატია აქ ისე ლაპარაკობ გეგონება ისა კონდეს აქ თები ის როგორ ვისა? ვინც თქვა ფილმში რომ მე ვიქნები ის ვინც ტანჯული წამებული ვიქნები იმას ზეუნებიან რომ მასე არის ამ რა იქ შეეცინა ეგ ვიქნები იმის ხარეს ხო რაღაც მაგინდოდა ნელა ფიქრობ რომ ხო აი ვას ჩავიდეთ ხო დაიწყე თემა ამ რაღაცა უსამართლობების ჩამდენები და მონაწილეები რამდენად ინარჩუნებენ ადგილს ხო ამ საზოგადოებაში და ღირსებას და აი მე მიწევს ახლა ვაკეთებ რაღაც საიტსაც დოკუმენტირებას ვაკეთებ მცრომოწმეების და ჯერთი წარმოუდგენელია რა რაოდენობის ხალხია ჩართული ამაში მაგრამ მეორე არის ის რომ როგორც ჩანს მზად არ არის არც სისტემა და არც ეს პიროვნებები რომ ბოლომდე ხელი აიღონ საკუთარ თავზე და რაღაცა ადამიანობაზე ყოველთვის ინარჩუნებენ შესაძლებლობას რომ დაიბრუნონ რაღაცა ამ სადაც დაბრუნდნენ რაღაც სამართლიანობის ჩარჩოში. ანუ
პირველი ამის ნიშანი არის ის, რომ იშვიათია შემთხვევა, როცა რელიგიურ ფიცდებენ და ძირითადად რაღაცა სამოქალაქო ფიცდებენ და მეორე არის, რომ ცრუმოწმეობა, აი ხა მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით პოლიციელს აქ, ჯარიმებზე არ ვლაპარაკობ, აი სისხლის სამართლის ჯარიმებზე, ბერმა პირდაპირ იცროა, რომ რაღაცა დავინახე ადამიანი როგორ იგინებოდა და ეს მაგრამ სისხლის სამართლის საქმეებზე ამ წლები შეიძლება ჩასვან ციხეში იქ პოლიციელები ძალიან ხშირად ამბობენ ისეთ რაღაცას, რაც პირდაპირ დანაშაულს არ აღწერს. რომელს რომ ვიღაცამ მესროლა, მე საიდანღაც მომესმა რაღაც. ნუ არ არიან ეს პირდაპირ ყოველთვის იტოვებს შესაძლებლობას, რომ თქვას, რომ მე არ გადამიწყვეტი ამისი ბედი, მოსამართლემ გადაწყვეტა. ანუ მე უბრალოდ მოყევი, მე რა ვნახე, მაგრამ ამ მონაყოლში ეს ადამიანი არ ფიგურირებს. ან ყოველ შემთხვევაში მე არ მithქვას, რომ ამ ადამიანმა მესროლა. ყოველთვის იტოვებს გზას და მან ჩდება უბრალოდ კითხვა, ეს შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ბოროტება ჩადენილი იყოს არც ერთი კონკრეტული ადამიანის მიერ ცალკე აღებული. არამედ ერთობლიობაში. ანუ ეს არის რაღაც აი სისტემის ბოროტება ამაში არის, რომ შენ შეიძლება ვერც ერთ ადამიანს ვერ დაადო ხელი, რომ აი შენ მიიღე გადაწყვეტა მოხდა. მაგრამ ბოროტება შედგა იმითი, რომ ყველამ თავის საქმე გააკეთა ამ ჯაჭვში. ხო, ეგ კიდევ უფრო ზაკორულია. მოვიდა ტელევიზიით და თქვა, რომ ეს ხალხი უნდა ისაჯოს, ვიღაცამ თქვა, რომ ვიღაც ხოლმე დავიჭიროთ ახლა. აი ეხლა მაგალითად დედმა თქვა, რომ რა თქმა უნდა ეს ცუდია. ხო, და ეხლა ეს არის პრობლემა, რომ ეს ამ სისტემაში რაღაცნაირად ერთი რგოლიც რო ამოაგდო, ანუ მათთვის არის პრობლემა, მაგას ვამბობ და ჩვენი ამოცანაც ეგ არის. ერთი ამ ჯაჭვიდან ერთი რგოლიც რო ამოიღო, იშლება. ერთი მოსამართლეა საჭირო, ერთი მოწმეა საჭირო, რომელსაც იტყვის, რომ მე დამავალეს და ეხლა არ ვაპირებ ამის თქმას, ხო და რაღაცა ნიშნები არის ამისი, რომ იყო ხო, აი როცა ეს სახაზინო ადვოკატებმა თქვეს, რომ ჩვენ კი დაგვავალეთ, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ. არ შეიძლება იმის გაკეთება, რაც დაგვავალეთ. აზრი არ არის. ან როცა ექსპერტი ამბობს, რომ რა ლოყა გაუწითლა, საერთოდ ლოყა შეიძლება ყველას გაუწითლდეს ან რაღაცა ეს შეუძლებელია ეს რაღაც. მათი მოყვანილი ექსპერტიც როცა ამბობს, რომ ეს ხაპრებია და ამიტომაც მე მგონია, რომ იმ ფილმშიც კი არის იმედი, ხო, იმდენ ძალიან მძიმეა, მაგრამ ის იმედი მაინც სადღაც არის. ახლა იქ იმედი იდეოლოგიზირებული იმედია, რომ საბჭოთა ჯარები არის იმედი, სინამდვილეში რომ ეს დაბომბოს რაღაც ნაცისტურ გერმანიას, მაგრამ ბუდაპეშტს ადამიანის გადარჩენის იმედზეა ხო ლაპარაკი, რომ ყოველთვის შეიძლება გადარჩეს და მე მჯერა, რომ ეს ვიღაცები კი იტყვიან, რომ ნაქვია მაგას. ხო, ვიღაცები კი იტყვიან, რომ მე არაფერ შუაში არ ვიყავი, მაგრამ მე მგონია, რომ ხო, ის რომ შეეძლებელია, რომ რაღაცნაირად სამართლიანობა შედგეს, ამის იმედი არსებობს. ელენე. მე სულ ხოლმე მაგის იმედი. ინდივიდუალურ დონეზე პირველ რიგში, იმიტომ რომ პირველი სამართლიანობა შეგიძლია აღადგინო თუნდაც კოლექტიურ დონეზე, როცა შენ პირველ რიგში საკუთარ თავთან იწყებ სამართლიანობის აღდგენას, ხო? და სამართლიანობა ნიშნავს თუნდაც იმას, რომ აღიარო საკუთარ თავთან რაღაცები, რაც ვერ გააკეთე ან არ გააკეთე, ან შეგეშინდა, ან რა გავალეს და ასე შემდეგ რა. მაგრამ მე მაინც ესე ჩვენი საუბრის ბოლოს ვიტყოდი ესე, რომ აი ამ დილემაზე საერთოდ რა გვქნის ადამიანად და რას ვარჩევთ, ხო? აი თქვათ ეს პირობითად მსხვერპლს და თუ მსხვერპლს ვეძახით, რომ ეს არის ღირსეული ადამიანი, იმიტომაც გახდა მსხვერპლი, თუ ტირანს, რომელსაც დაკარგული აქვს ღირსება, მაგრამ სამაგერად თავის ფიზიკურ სიცოცხლეს და კარგად ყოფნას ირჩევს. მე მაქვს ესეთი განსაზღვრება, რომელიც ავიღე პრიმო ლევისგან და ძალიან მიყვარს, რაც ეგეთ საოცრად ერგება მისი ეს დოკუმენტური ფილოსოფიური წიგნი მთელი იმ ამბავს, რომელზეც ჩვენ ახლა საუბრობთ, ხო? მით უმეტეს, როდესაც კონცლაგერიდან გამოდიხარ და როცა სულ პირველ რიგში საკუთარ თავთან გიტყვას, რომ რამ განაპირობა, რომ გადავრჩიმე საერთოდ ადამიანად და იქ ადამიანები ვინც იყვნენ, ვინ იყო ადამიანი? ანუ ის, რომელიც ახორციელებდა ბრძანებას და გაზის კამერაში შეყავდა ათასობით ებრაელი თუ ის, რომელიც შედიოდა იმ კამერაში, მაგრამ მანამდე აგრძელებდა და აგრძელებდა ვთქვათ იმედით ყოფნას, ხო? და მის პასუხი არის ორი. ერთი არის ის, რომ შენ რჩები ადამიანად იქამდე, სანამ შეგიძლია სხვისი ტკივილი გაიგო.
და სანამ შეგიძლია სხვისი ტკივილი იგრძნო. და მეორე, როდესაც შენ აკეთებ არჩევანს, რაშიც ძალიან ემთხვევა იგივე ვიქტორ ფრანკლის აზრი, არჩევანის და გაკეთებას და რომ შენ აკეთებ არჩევანს, ყველაზე არაადამიანურ სიტუაციაში აირჩიო ადამიანურობა. ანუ შეგეძლო სხვისი ტკივილი გაიგო. და სხვისი ტკივილი არის ჩემი აზრით ის ფუნდამენტი, რომელიც ქმნის ღირსებას. აი, ყველაზე ისეთი ნაწილი ჩემთვის ღირსების გადის. აი, რას ვერ იკადრებ. მე თუ დაგილევ წყალს, რომელიც შენ არ გატკენს, ვიკადრებ. მაგრამ მე თუ გილევ წყალს, როცა ვიცი რომ შენ გტკივა, მაშინ მგონია რომ უღირსია რა. აი ესე ძალიან ბანალურად რომ ვთქვა. ხო, მე ვუსურვებდი ჩემ თავს ყველაზე მძიმე ეპოქაში, რომელშიც დღეს გვიწევს ცხოვრება და მგონია რომ ესეთი მძიმე პირადად მე მაგალითად არ გამომიცდი, იმიტომ რომ ის 90-იანებიც არ იყო ჩემთვის ესეთი მძიმე როგორც დღეს არის. რომ არასდროს რეალურად არ დამიდგეს მომენტი, სადაც მომიწევს გავაკეთო არჩევანი, დავრჩე ადამიანი თუ არ დავრჩე, თქვა უარი ღირსებაზე თუ არ თქვა. და თუ მომიწევს ამ დილემასთან გამკლავება, ვუსურვებდი ჩემ თავს, რომ დავრჩე ადამიანი. აი ეს არის ჩემი სურვილი. დანარჩენი კითხვებზე პასუხი ინტელექტუალური საუბრის დროს არის ერთი, რეალობა იმედია რომ არ გვანახებს ამას არასდროს. მე უბრალოდ იმას დავამატებ, რომ ჩვენ განსხვავებით იმ ფილმის პერსონაჟებისგან არ მხოლოდ ამ რეალობაში ვცდილობთ რომ მივიდეთ რაღაც პასუხი. ამეთ გარეთაც ვცდილობთ ხო და ამიტომაც მაქვს ეს იმედი იქ უფრო რთულად იყოს. ჩემი სათქმელით განსხვავებული იქნება. იმიტომ რომ ნუ სხვა სამყაროა მართლა რა, ეს ბიბლიური და ქრისტიანული სამყარო სხვა სამყაროა რა. უცხო სამყაროა აქაურობის ადამიანებისთვის, ამ სახეობისთვის უცხოა ეგ. როგორც ცოცხალი არსებებისთვის სულ სხვა ხმა არის ეგ. ხო და ერთი მაინც იმედია, იმედის ხმა არის, ეს ხმა არის იმედის ხმა მოძალადისთვისაც იმედის ხმა. აი რაღაცა ერთ-ერთი პირველი რაღაც შემთხვევით ისე გამოვიდა, რომ რაღაცა საპროტესტო მსვლელობა მოვაწყვეთ და რაღაც მივედით პირველ დღეებში, საერთოდ არ იმუშავა, ამან მეორე დღეს იყო ჟურნალისტებს, რომ საშინელებები დამართეს. რაღაც მივედი და რაღაც მივმართეთ და მე რაღაცა გაშუქდა ეს რაღაცა და იქაც ნაწილი მოხვდა ჩემი რაღაც სიტყვის და ნაწილი მოხვდა იმ სიტყვის, ნაწილი მოხვდა, სადაც უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ არაუშავს რა ეს. იმიტომ რომ უნდა იყოს რა უკან დასახევი ადამიანებისთვის, რომლებიც უღირსად მოიქცნენ. ეს ღირსება აქ არ სრულდება ადამიანი აქ ახლა. ასე თქვა ცოტა. სინანული მონანიება რა. ხო, კი, სინანული მონანიება, რაღაცა ეს საჩუქარიც რაღაცა. მოკლედ თუ კი მე რამეზე ვილაპარაკებდი ჩემს უფლებებზე, მე აი გამოვტოვებდი მოყვას და მტერი, მე და ტანჯველი. რომ მე არ შეიძლება რომ ესე ვთქვათ შემეხონ, მე უნდა დავიცვა ჩემი თავი ისე როგორც მე ეს წარმომიდგენი, იმ ღირსებით როგორიც მე ეს წარმომიდგენია და ამის შანსი ბოლო წუთამდე ასეთი შანსისთვის ტანჯველისთვისაც უნდა ეს შანსი უნდა დაუტოვო ტანჯველსაც რა. გარანტირებული უნდა ქონდეს ეს შანსი ტანჯველსაც. აი ესეთი რაღაცა მე და მტერი ეს მოყვას და რაღაცეები უკვე ბელეტრისტიკა გამოდის. თუმცა პირიქით არის ხოლმე უფრო მტრის სიყვარული გამოდის ბელეტრისტიკა, მაგრამ აი ვისურვებდი ამას რა, რომ ეს დილემა ესეთი რამე იყოს ჩემთვის რა. ანუ ორივე იყოს იქ. ესეც სახენაცვალი იყოს და ისიც სახენაცვალი ახლა რაღაცა ეგეთი რა ვიცი ბოდიში. საინტერესოა ხო? ანუ მე პროცესს უყურებ ცალსახად ამ მომენტამდე რაც შევესწარით, ანუ ყველა ის ვინც სისტემიდან გამოდის, აქეთან მხარე ძალიან ხელგაშლილი ეგებება და ამიტომ მან მაგ რესურსს ყოველთვის ვიტოვებთ ხოლმე და ანუ ზამბუნებრივად მოხდა რაღაცნაირად, რომ ეს ჩვენი ჰუმანიზმი, იმიტომ რომ ჩვენი საფუძველიც ჰუმანისტური არის, ხო, ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ვიღაცა უნდა იჩაგრებოდეს, მაგ საფუძვლიდან ამოდივართ, ხო, თქვენ რა ვწანეთ, რომ უნიკალური არსება არის, რომელიც უნდა იქნას დაჩაგრული, რა ხო და არც ისიც, ამიტომ ყველა ვინც გამოდის ხოლმე, ცალსახად კი, რა თქმა უნდა, არის ხანდახან, რომ ეხა კაი დროსია რაღაც ეს, მაგრამ მეტწილად მაინც ჩვენ სპიკერები ხდებიან ხოლმე და ეგ ძალიან
კარგი თვისება მგონია ამ პროტესტის და ეგ მაძლევს იმედს, რომ უბრალოდ გაიზრდება, ანუ ჩვენ თქვენ ზანებთ ბრძოლის რა გზა არსებობს, ხო? და მე უბრალოდ მგონია, რომ შეიძლება ვთქვათ მარტინ ლუთერ კინგი ვერ მოესწრო ობამას გაპრეზიდენტებას, მაგრამ მის სიკვდილი არ იყო ფუჭი, იმიტომ რომ რაც მან მიაღწია, რასაც მან მიაღწია თავისი არაძალადობრივი პროტესტით, ლაპარაკით, ახსნებით და ასე შემდეგ, ძალიან მძლავრი იყო ზოგადად შავკანიანების თავისუფლებისთვის და მათი უფლებებისთვის და დაახლოებით ესე უყურებთ დღესაც ამ პროცესს, რომ ჩვენ შეიძლება რაღაცნაირად რაღაცა არ ვიბრძვით იმ ყველა მეთოდით, რომ ჩვენ თავს ვიცავთ რაღაცა ძალადობით, მაგრამ მგონია რომ ყოველი დღე ჩვენი იქ დგომის იქნება თუ ახალი რაღაცა მათი ძალადობის ჩვენს რიგებს ზრდის, იმიტომ რომ შეუძლებელია მე მჯერა იმის რომ ჩაგრული ადამიანის თანადგომა რაღაცნაირად არის ჩვენი კულტურის ნაწილი, ეს არაერთხელ გვინახავს და შეუძლებელია ამხელა ჩაგვრას უფრო და უფრო მეტი ადამიანის ის არ ქონდეს თანაგზნობა არ გამოიჩინონ ჩვენს მიმართ და სხვათა შორის სკოლაში მქონდა მსგავს თემაზე ეს ამ წიგნის საკითხის შემდეგ ბავშვებს შევთავაზე დებატი ამ საკითხთან დაკავშირებით და ვიმშელეთ და ერთ-ერთი არგუმენტი ყოველთვის არის ხოლმე რომ ვინ იზამს მაგას აი ეს ვინ იზამს აბამას აი ვინ გაჩაგრავს თავის ოჯახს სხვისი ოჯახის გულისთვის გეუბნებიან და პირველი პაუზა არის ხოლმე მაგრამ ბავშვები ჭკვიანები არიან მარტივად უცებ ხდებიან ხოლმე არგუმენტის სიმწარეს და ამბობენ ყოველთვის რომ და ამდენს რომ გაუკეთებია უკვე და მე იმედს ეგ მაძლევს სინამდვილეში, რომ კაცობრიობის ისტორია არის ის, რაზეც ჩვენ ახლა საუბრობდით, როდესაც ადამიანებმა აირჩიეს რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ბოროტებას, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, თუნდაც არაძალადობრივად და შედეგს მიაღწიეს და დღეს თუ რამე ვიცით კაცობრიობის შესახებ არის ეგ ხალხი ზუსტად და ძალიან ცოტა ვიცით, ну ზედარგოლები ვიცით, სტალინი, ჰიტლერი და სხვები, მაგრამ საშუალო რგოლის ხალხი, რომელიც დღეს აი ესე თავისი ნებით ხტება ამ ძალადობის მორევში და საკუთარ თავს ზედმეტს იღებს და სხვის ჩაგვრას აწერს ხელს, უბრალოდ გამქრალი არის და მასნაირად თუ შევადარებთ ამ პანთეონს ორცალს რა ბოროტების და სიკეთის პანთეონი ჩემთვის ბევრად უფრო დიდი არის და ეგ არ მაძლევს საშუალებას რაღაცნაირად ისე რომ გავიოს რაც ერთმა ადამიანმა შეძლო მე მგონია რომ სხვას პოტენციურად მაინც შეუძლია რომ შეძლოს და ჩვენ შეიძლება რაღაც ეტაპზე სისუსტე გამოვიჩინოთ მაგრამ ეს იმასთან ნიშნავს რომ პოტენცია დაკარგული მაქვს უბრალოდ ამ მომენტში ვერ გააქტუალიზირდა და შეიძლება დადგება ის როცა მოხდება ამიტომ რაღაცა ჩვენ წავაგეთ დეკემბერში თუ ჩვენ წავაგეთ ნოემბერში თუ როცა იყო მე ესე არ უყურებ რა ჩვენ რაღაცა ვერ ვქენით რაღაცა დროს მაგრამ მოვა დრო და ამას ვიზამთ უფრო მეტნი უფრო მძლავრად ამიტომაც ვიზიარებ აქ ყოფების იმედიანობას სამუშაო ბევრი გვექნება და ეს დებატი ეს დისკუსიაც ერთ-ერთი ეგ იყო რომ რაღაცნაირად ცოტა განზოგადებულად შევხედოთ იმას რაც ხდება საქართველოში და სულ ეს რა გვჭირს ქართველებს არ ვიძახოთ არამედ გავაცნობიეროთ რომ ეს ბრძოლა დაპირისპირება დილემები ადამიანური დილემები ბოროტსა და კეთილს შორის არჩევანი იქნება თუ სხვა და სხვა გამოვლილია კაცობრიობას მისი დაბადების დღიდან ხო და იქნებ ამ პერსპექტივიდან შევხედოთ ხო ისტორიასაც ხო რაღაცას ღაპრად გითხულობ და იქნებ აი ეს ნაწარმოებიც და დარწმუნებული ვარ ბევრი ნახავს ან წაიკითხავს ამ მეხუთე ბეჭედს დაეხმარება რომ ცოტა განზოგადებულად შეხედოს საკუთარ მდგომარეობას დღეს და რატომღაც მგონია რომ უფრო დამხმარე აღმოჩნდება მათთვის ვინც დღეს სისტემაზე მუშაობს ამ ფილმის ნახვა მაგალითად იმიტომ რომ ზუსტად აი ამ რაღაც აბსოლუტურ ბოროტებას აჩვენებს რაღაცა ფორმულას აჩვენებს თითქოს იმისას რაშიც თვითონ მონაწილეობს და შეუძლებელია ელენემ სანამ დავიწყებდით საუბარს თქვა რომ რაღაცა შოკირებული ვიყავი ხო ანუ ემოციურად ვერ ვიკავებდით საკუთარ თავსო მსგავსად ვიყავი მეც თავარი რომ არ დაუშვა ადამიანმა რომ ეს კაირაზე სიმონი ამბობდა რომ გაამართლოს თქვათ რაც აქციელი იმიტომ რომ ის იქ ებრაელ ბავშვები ყავს გადასარჩენი ის თავის გადასარჩენი და აი სისტემა საქართველოს ყავს გადასარჩენი რაღაცა ესე არა ხო აი ეს ანუ თუ ადამიანს თვითონ არ ვიცი მე სურს თუ რა ვიცი თუ არ ჩავარდა რაღაცაში თუ რა ვიცი მე ხო პერსპექტივა შეიძლება ეს ფილმი ისე თავისუფლად წაიკითხოს ამის შესაძლებელიც არ არა მე მგონია რომ მან იმდენად ცალსახარი რომ არა ძალიან უნდა ეს რომ თავისუფლად წაიკითხოს არა რაციონალიზაცია ესეთი პროცესია ხო გადაწყვეტილებას იღებ მე იწყებ გამართლებას და რაციონალურად პასუხისმგებლობის აღებას აპირისპირებ
მე შემიძლია წყალი შემოგდა ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და არ ვიცი შევხვდებით ისევ ალბათ მადლობა ანა კან სხვაგან მადლობა გაიწამოწებისთვის მადლობებით